მოგესალმებით ჩვენ რო გამომწერებო მაყურებლებო პირველ რიგში ყველას გიხდით მადლობას ლაიქებისთვის, არხის გამოწერისთვის და კომენტარებისთვის და აქვე გთხოვთ ყველას რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი რომ სულ უფრო და უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. რა ხდება დღეს? დღეს ძალიან ყველაზე ტოპ პირველი მოთხოვნა Grand Cherokee-ები გადაიღეთო. კომენტარებიდან WK 2 მოდელი. შემოდიოდა მილიონობით კომენტარი და მოთხოვნა არა მარტო YouTube-ზე და ასე შემდეგ. კაი, მოკლედ აქვე მადლობა ძალიან აი ამ ავტომობილის მფლობელებს რომ გვათხოვეთ ეს ავტომობილები გადასაღებად. კი, და გამოგვატანეთ ტესტირებისთვის. მადლობა და შემდგომში კიდევ უფრო საინტერესო ტესტ-დრაივებს შემოგთავაზებთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ დააგვიანდა ამ ტესტ-დრაივებს, იმიტომ რომ ველოდებოდით ამინდებს, იმიტომ რომ გვინდა რომ სრულფასოვანი ტესტ-დრაივი გადაგვეღო და როგორც კი გამოიდარა ეგრევე დავუცხეთ. კაი, მოდი გადავიდეთ, ხო? კაი, სანამ გადავალთ, ერთ რაღაცას შევახსენებ ჩვენ მაყურებელს და ვიტყვი რომ კი, ჩვენ მქონდა დადებული პირობა რომ 15000 გამომწერზე გავათამაშებდით რაღაცა პრიზებს. შესაბამისად, ვიწყებთ ამ გათამაშებას, ცოტა დაგვიანებით მართალია, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ამ ვიდეოს ქვეშ და რაღაცა ვიდეოების ქვეშ, სადაც ვიტყვით ჩვენ, კომენტარებიდან რენდომად ავარჩევთ 6 ადამიანს ჯამში, ოღონდ ამ ვიდეოდან ავარჩევთ 1 ადამიანს, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი 250 ლარის ვაუჩერის სახეობით. შენერია რა. შესაბამისად, ესე ვარჩიეთ. და კომენტარეთ ამ ვიდეოს ქვეშ და რენდომად ავარჩევთ, შემდეგ ვიდეოში ჩავდებთ რენდომად არჩევით, ვისაც აირჩევს რენდომაიზერი, მას გადაეცემა ჩვენგან 250 ლარის ფულადი პრიზი ვაუჩერი. всё, მარტივია, ნებისმიერი კომენტარი რანდომაიზერი აირჩევს. გამოუშვით. შემდეგ ვიდეოებში სადაც იქნება გათამაშება, ყველგან გეტყვით, ყველა რო არა კომენტაროთ. არა, პრინციპით დააკომენტარეთ ყველა. დროზე ხალხს აინტერესებს. კაი, აბა რა მათრია. რა არის Grand Cherokee? ჯერ მაგით დავიწყოთ. ტრადიციულად ჯიპის ერთ-ერთი მოდელი პოპულარული. როდესღაც იყო Cherokee, მე გააკეთეს Grand Cherokee, იმიტომ რომ ყველაფერი იზრდება, უფრო კომფორტისკენ მიდის და ასე შემდეგ და მათ შორის Grand Cherokee-ზე იცოდი თუ არა რომ არც ერთი Grand Cherokee ისტორიულად არ იყო რამაზე. მე მგონი ბევრმა არის. კი, მე ვიცოდი. შენ იცოდი, შენ რა თქმა უნდა იცოდი. ხო. და არც იყო და არც ჭირდებოდა. არც ჭირდებოდა. და მოკლედ Grand Cherokee იყო, Cherokee-ის უფრო დიდი ვარიანტი, ასე რომ ვთქვათ. კი ბოტო. მოდიოდა, რაღაც თავის განვითარება ჰქონდა. მე მგონი შენ ერთხელ ყიდვაც გინდოდა ერთ-ერთი მოდელის. იაპონურის ყიდვა მინდოდა, ამის ორით წინა თაობა. პირველი თაობის ასე ვთქვათ. პირველი თაობა იყო ის მოდელი. მაგრამ მე მგონი აი ამ თაობიდან რეალურად ამ თაობასაც ვეძებდი ერთი პერიოდი იბაზრა. მაგრამ მაგრამ ნახე ამ თაობიდან რეალურად საერთოდ განსხვავებული მოდელი შემოგთავაზე, იმიტომ რომ ეს არის პირველი თაობა, რომელსაც აქვს სრულიად დამოუკიდებელი დაკიდება და ასევე პირველი თაობა, რომელიც შეიქმნა Mercedes-თან კოლაბორაციით. მოგეხსენებათ იმ პერიოდში Chrysler Daimler-ი ერთი ბრენდი იყო, ასე ვთქვათ, და აღნიშნული თაობა, WK2 არის ნაწარმოები იგივე ბაზაზე, რომელ ბაზაზეც არის ნაწარმოები Mercedes-ი, კერძოდ ML ან GLI W166. შესაბამისად ეს რაღაცა GLE, ხო, GLE. არის ნაწარმოები ერთ ბაზაზე, ანუ როგორ ვთქვათ, ძარა და რაღაცა კომპონენტები არის ერთი და იგივე. იგივეა. დიაში
კონსტრუქცია დაკიდების მსგავსია, ოღონდ აქ უფრო უხეში ასე ვთქვათ, უხეში მოპყრობისთვის, როგორ ვთქვათ, გამოყენებისთვის არის გათვლილი, მაგრამ კონსტრუქციულად ძალიან მსგავსია. არ გამოვრიცხავ რომ რაღაც ნაწილები მაგალითად მუხრუჭის სისტემაში რაღაცეები ერთმანეთზე მიდიოდეს, მაგრამ რომელიღაც კონკრეტულ მოდელებზე ყველაზე რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არ ვიძახით რომ ერთ-ერთზე მიდის და გადასაყენებელია, მოკლედ Mercedes-ის გავლენა მოდელებზე იგრძნობა. ეხა კონკრეტულად ამ მოდელებზე რომ ვისაუბროთ, ბატონი ქართლოსი მიფრინავს. ქართლოსა. წინაზე მაინც. ეხლა ვთქვათ, როდიდან დაიწყო ამის წარმოება? 2010 წლიდან. Foreigner-საც 11-დან. Foreigner-ის დაახლოებით ეგრე დაიწყო და საკმაოდ დიდხანს გამოდიოდა, 22 წლამდე გამოდიოდა, ხო? 21-მდე. ერთი წელი სამა. იქითაც ეს წაგვიბატა არჩევიო და წაარტყა. აი. ხო, გამოდიოდა 2011-დან 2021 წლამდე, 10 წელი საკმაოდ დიდი სიცოცხლის უნარიანობა არის ერთი კონკრეტული მოდელისთვის. ამ პერიოდში გაიარა 3 რესტაილინგი. აგერ ხედავთ პირველად როგორც იწარმოებოდა იმ ვარიანტს, ეს არის 2013 წლიანი მანქანა. აგერ ხედავთ მეორე, მესამე რესტაილინგი როგორც იწარმოებოდა 2019 წლიან ვარიანტს. 2014-ში მოხდა უკვე ამ ვიზუალზე გადასვლა და 2017-ში კიდე ინტერიერის მცირე ცვლილებები განახდა, ანუ გარე ვიზუალი უკვე აღარ შეცვლილა, მხოლოდ მცირე ტექნიკური დეტალები შეიცვალა ინტერიერში, დაემატა CarPlay და მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ ნავაროტკას. ხო, ძირითადად ცვლილება მაინც 2014 წლიდან მოხდა, როდესაც აი ესეთ ვიზუალზე გამოვიდა, წინა უკანა ფარებია განსხვავებული, რაც საერთო ჯამში მნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ განასხვავებს ამ მოდელებს და ინტერიერიც ანალოგიურად. კი. დანარჩენი უკვე მიმსგავსებულია. მოდი რომ გავაგრძელოთ თრიმებით, ანუ კონკრეტულად რა მოდიფიკაციები გამოდიოდა ეს მანქანები. ბევრი იყო, კი, ანუ 5 იყო ძირითადი და მე რა trail hockey და ტრეკ hockey და რაღაცეები დაემატა. ანუ რო დავიწყოთ ძირითადად 2014 წლამდე გამოდიოდა Laredo თუ Ladero Limited-ი, Laredo და Limited-ი ერთ და იგივე არის დაახლოებით, ანუ ყველაზე მასიურად ეგენი იწარმოებოდა. მერე გამოდიოდა უკვე Overland-ი და Summit-ი, ანუ Overland-ი და Summit-ი არის უფრო luxury მიმართულების ხაზი ამ მანქანებისთვის. 2014 მერე დაემატა უკვე Trail hockey, რომელიც განკუთვნილი არის უფრო უგზობისთვის და უფრო rigid, ანუ უფრო რაღაცა ხისტი არის, დამატებითი დაცვები აქვს, დამატებითი სისტემები აქვს, რომელსაც მე უკვე დროთა განმავლობაში აგიხსნით და გეტყვით. მერე უკვე 2000 რომელიღაცა წელს გამოვიდა SRT და ამის შემდეგ უკვე გამოვიდა Trek hockey, რომელიც ძირითადად ძრავებითად განსხვავდება და თრიმითაც მათ შორის სხვანაირია. ეს საერთოდ სხვა მანქანაა. SRT-ს ნაწილობრივ სხვა მანქანაა. კი. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ჩვენ მაგ მიმართულების განხილვას არ ვაპირებთ, ანუ მხოლოდ შემოვიფარგლებით ამ შემთხვევაში გვაქვს Trail hockey და Limited-ი, რომელსაც განვიხილავთ და გეტყვით მათ შესაძლებლობებს. Trek hockey და Trail hockey. Trek hockey და Trail hockey. ხო. ეს Trail hockey-ია. Trail hockey. Trek hockey არის? Trek hockey არის საგაზაო ვერსია. აი, ძრავებზე. აი, მოდი ახლა გადავიდეთ და ვნახოთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში რა ძრავები არის ჩვენთან წარმოდგენილი და ზოგადად რა ძრავები არის ამ მანქანების წარმოდგენილი. აჰა, ეს კაია, პლუსია, ნახე. კაინდენის არის ფილტრი. თქვენს განახებთ ეხლავანი. ეს არის HEMI-ის ტექნოლოგიით 5 და 7 ლიტრი მოცულობის ძრავი. ისე რამეთი დავიწყეთ? ხო, HEMI რა არის ზოგადად? HEMI არის ტექნოლოგია, რომელიც ცილინდრებს თიშავს, გამარჯობათ. HEMI არის ტექნოლოგია, რომელიც ცილინდრებს თიშავს, ანუ კი არის 8 ცილინდრიანი, მაგრამ გარკვეულ რეჟიმებში 4 ცილინდრით მუშაობს ეს ძრავი. შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება ამ ძრავის პრობლემებს, ან რაღაცა განსაკუთრებულ ისეთ, რომელიც ამ პერიოდში შეიძლება გასასმელი იყოს და ჩვენი მხრიდან რევიუში გითხრათ, ანუ ბევრი პრობლემები ესე ზოგადი არ შემხვედრია ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ზოგადად ამ მანქანასაც გავლილი აქვს 190,000 მილი, რომელიც არის დაახლოებით 304,000 კილომეტრი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ძრავით, გადაცემათა კოლოფიც, არ ვიცი, ხიდებით თვითონ მანქანას და აბსოლუტურად ყველაფერი, ანუ არ ვიცი, არანაირი პრობლემა საერთოდ არ იტყობს ამ ხელა გარბოს, კი. შესაბამისად რაღაცა განსაკუთრებული პრობლემები რო იყოს ამ ძრავის მიმართულებით, რომ აი რაღაცა სათქმელი იყოს, არა, ეს საკმაოდ ბევრი იწარმოება, ცნობილი ძრავია, არა მარტო ამ მანქანაში დევს, ასე რომ არ ვიცი. ამ ძრავს ჩვენი რეკომენდაცია აქვს. ეხლა გადავიდეთ მეორე მანქანაზე. მეორე მანქანაზე. ის თუ იყო HEMI
ეს არის პენტასტარი 3.6 ლიტრიანი ეს ძრავით ძალიან ბევრი გამოდის ბევრ მანქანაში ეს ძრავით ძალიან ბევრი გამოდის ზოგადად Daimler Chrysler-ის დროსაც Chrysler-ის დროსაც Wrangler-ში და არა მარტო Dodge-ში და ბევრ მანქანაში დევს ამ ძრავს ეხლა იმ 5 და 7-დან განსხვავებით ცოტათი ისეთი არაერთგვაროვანი ფლატ კარგი და უბილწო რეპუტაცია არ მოეპოვება როგორც საქართველოში, ასევე ინტერნეტ სამყაროში და მსოფლიოში, ასე ვიტყოდ. განსაკუთრებით 2014 წლამდე წარმოებულ ძრავებში. კი, ანუ ეს უნდა ვთქვათ ალბათ, რომ ეს ძრავი ორ მოდელათი წარმოებოდა, ასე ვთქვათ, არის რესტაილინგამდე და რესტაილინგის პერი 2014-ში მოხდა ამ ძრავის განახლება და შეიცვალა და გამოსწორდა ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც მანამდე იყო ცნობილი ამ ძრავთან დაკავშირებით, ხოლო 2014-დან უფრო შედარებით ნაკლები პრობლემები აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. ხო, ნახე, ძირითადად როგორც ვიცი, ზედა გამანაწილებელი ლილვის პრობლემები ქონდა ამ ძრავს. დიახ. და უკვე მერე აღმოფხრეს. მაგაში ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ ეგ პრობლემები დღემდე მერე არის, ხო? რჩება კი, ანუ ამ ძრავის პრობლემა არის ესეთი, რომ ეგრეთ წოდებული როკერი, რომელიც აზის ზედა გამანაწილებელი იუს რასპრედვალს, როკერი წდება, როკერს აქვს ესეთი სატრიალო შაიბასავით, რომელიც ტრიალებს, ეგ როკერი წდება და ჩადის რკინაზე და მაგის მერე ხაზავს რასპრედვალს, ანუ 4 როკერი არის უკვე გამოშვებული. ანუ პირველი, რომელსაც პრობლემა ქონდა, შეცვალეს მეორეთი, მეორე, რომელსაც ისო პრობლემა ქონდა, შეცვალეს მესამეთი, მესამე, რომელსაც ისო პრობლემა ქონდა, შეცვალეს მეოთხეთი. ანუ დღემდე 4 თაობა კომპლექტია, 4 თაობა ნაწილი გამოუშვეს, რომ ეგ პრობლემა მოეგვარებინათ, მაგრამ რაღაც პერიოდში ერთხელ ისევ ხდება მსგავსი ტიპის პრობლემები. კი. ხედავ შენ. მათ შორის საქართველოში საკმაოდ ხშირი არის ხოლმე შემთხვევები, როცა მსგავსი ტიპის ძრავიანი მანქანები ისტუქება. მაგრამ მაინც იმდენად ბევრია წარმოებული, რომ ინტერნეტში რომ დაძებნო აი ესე კონკრეტულად მაინც ვერ ნახავ, რომ ამ ძრავს ყველა აძაგებდეს. მაინც ბევრი კმაყოფილია ამ ძრავით. ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ ამ მანქანასთან მიმართებაში, რომ ამ მანქანას გავლილი აქვს 240.000 კილომეტრი და არ ვიცი, ძალიან კარგად გამოიყურებოდა მისი ძრავი, ანუ არანაირი არ ვიცი, ჩავარდნა, ეგრეთ წოდებული პერებოი, ან რამე არაფერი არ ქონია, ძალიან წყნარად მუშაობს, თავის საქმეს კარგად აკეთებს, აქვს 290 ცხენის ძალა და არ ვიცი, ნორმალურია, არც ძალიან ჩქარია, არც ძალიან ნელია. ამ მანქანას აქვს 360 ცხენის ძალა და ეს ძალიან კარგია. ძალიან ჩქარია, ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს. მოკლედ ჩემი გული ეკუთვნის ამ ძრავს. თუმცა 5 და 7-ისთვის მე მგონი ცოტა მეტი ცხენით შეიძლება გააკეთებინათ. თუმცა 5 და 7 როა და ეგეთ ცოტა ცხენის ძალა რო აქვს, მაგიტომა გამძლე. ხო, ეგაც არის. ანუ რესურსი ბევრია. ამის გარდა, ხო, კიდევ ვთქვათ, რომ არსებობს თქო ის ძალიან, ნაკლებად პოპულარულები რაც არის უკვე 6 და 2 ლიტრიანი ძრავი. დიახ. არის რომელიც იდებოდა ტრეკ ჰოკში. ტრეკ ჰოკში 6 და 2 ტურბო. კომპრესორი. კი, 6 და 4 იყო. 6 და 4 ჰემიც არსებობს. SRT-ში. უკვე SRT 8-ში. დგას, ხო. მაგრამ ის სხვა მანქანებია და და იმათ ჩვენ არ ვხერთ. ასევე არსებობს 3-დან 2 ტურბოდიზელი, რომელიც საკმაოდ პოპულარული არის იმის გამო, რომ არის ბევრად ეკონომიური, თუმცა მაგ ძრავსაც დღეს ჩვენ არ შევეხებით. რაღაცა პრობლემების შესახებ ინფორმაცია იძებნება მაგ ძრავებთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი არის მექანიკური დაზიანებებით ამერიკულ აუქციონებზე, რაც 90%-ში ნიშნავს, რომ ძრავი არის გაფუჭებული და ისე მოდის მანქანები, თუმცა ხო, არ ვიცი, ეგ ცალკე საკითხია და დღეს მხოლოდ ამ ორი ეგზემპლარით შემოვიფარგლებ. აი, ძრავის მერე რა გვაქვს? კოლოფი. კარგი, ეხლა ავტომატურ გადაცემათა კოლოფებს რაც შეეხება, იმიტომ რომ მექანიკა ამაზე არ გვაქვს. ამ კონკრეტულზე რესტაილინგამდე მოდელზე აყენია 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, Mercedes-ის 5G ტრონიკი. გადართვის იმაზეც ბერკეტზეც ძალიან მარტივად მიხვდებით რომ ეგრეა და მერე უკვე რესტაილინგის მერე 2014 წლის მერე ყველა მოდელში გვხვდება უკვე ZF-ის 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც ჩვენი აზრით არის ძალიან კარგი კოლოფი და კარგად აკეთებს ყველაფერს, სწრაფად თავს სიჩქარეებს, ბევრი სიჩქარეც აქვს, სიმძლავრეც კარგად არის გადანაწილებული, ამ მანქანიდან გამომდინარე რომ ვთქვათ, ერთადერთი რასაც მინუს შეიძლება დავარქვათ არის ის, რომ რაღაც
ადგილებში, ვინაიდან ბევრი სიჩქარე აქვს, შეიძლება უფრო მეტად გადართოს ხოლმე სხვადასხვა სიჩქარეებში, ვიდრე სტანდარტულმა 5 სიჩქარიანმა გადაცემათა კოლოფმა. მაგრამ ჩემი საყვარლესი კოლოფია. თან პოპულარული ტყუილად არ არის და ძალიან ბევრ მანქანაზე ტყუილად არ ხვდება. არა მარტო ჯიპზე, რაღაცა BMW-ზე და სხვადასხვა და ავტოსპორტშიც კარგად იყენებენ. საუკეთესო ერთ-ერთი კი არა და ალბათ ერთადერთი ყველაზე მაგარი კოლოფი არის. კი და ნაკლებად ფუჭებადი რაც მთავარია ალბათ. კი ბატონო, რო გადავიდეთ ალბათ ახლა უკვე უშუალოდ ამ მანქანების 4-4-ზე სისტემებზე და 1-2-3 მოყვით, იმიტომ რომ არსებობს ჯამში 3 სისტემა ამ მანქანაზე, რომელიც გამოიყენება და ჩვენ შეგვიძლია ახლა დავიწყოთ ამ სისტემების ახსნა. დავიწყოთ კვადრატეკ 2. მარტივად ავხსნათ, ხო რა. კვადრატეკ 2 იყო პირველი. ხო, ყველაზე უცნაურია რომ კვადრატეკ 2 იყო პირველი სისტემა, რითიც დაიწყო ამ მანქანების აღჭურვა და ეს გვაძლევს დადაბლების საშუალებას. ანუ არის full time, ანუ სრულად 4-4-ზე ამძრავი სისტემა, რომელსაც აქვს ასევე დამადავლებელი გადაცემა და ცენტრალური ხიდის ბლოკირება. ოღონდ ცენტრალური ხიდის ბლოკირება სტანდარტულად როგორც Toyota-ზეა ხისტად არ ხდება, თვითონ ჯიპს აქვს თავისივე ალგორითმი, რის მიხედვითაც ბლოკავს ცენტრალურ ხიდს. ეს არის კვადრატეკ 2-ის შემთხვევა. კვადრატეკ 2-ის მერე გამოვიდა კვადრატეკ 1 უფრო მოგვიანებით და ესეთი მანქანები აღარ არის უკვე დამადაბლებელი გადაცემით აღჭურვილი, თუმცა ასევე მაინც full time 4-4-ზე. full time 4-4-ზეა, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან და ჩვენი მიმართულებით თუ შევხედავთ, ანუ ჩვენ რეკომენდაციას გავუწევთ, რომ აუცილებლად მსგავს ტიპის მანქანის ყოლა თუ გინდა და თუ აპირებთ უგზოობაზე ან ექსპედიციებზე სიარულს, აიღოთ 3 და 6 ისეთ კომპლექტაციაში, რომელშიც აუცილებლად იქნება დამადავლებელი გადაცემა. მარტივი გასარჩევი იქნება იმ ბერკეტზე. კი. ღილაკი აქვს, რომელიც კი ბატონო. ან კიდე ერთ-ერთი მარტივი გასაგები არის, როცა ნეიტრალის პატარა ისა აქვს, რა ქვია, ღილაკი. აი ხა აქ გვანახებთ. ანუ როცა შეგიძლია ტრანსმისია გაანეიტრალო, ეგაც ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ დამადავლებელი გააჩნია. და მე ყველაზე საინტერესო უკვე გამოვიდა უფრო მოგვიანებით კვადრატ დრაივი. ოღონდ 2, კვადრატ დრაივი მანდაც 2, არ ვიცი, ერთს აპირებენ თუ არსებობს, მე მგონი არ გამიგია, არ არსებობს. ჯერ კვადრატ დრაივი 2 არის. რატო და არ ქვია ეგრე არ ვიცი, მაგრამ მე იყო. მაგაზე რა განსხვავება გვაქვს? აბა კვადრატ 2-ის განსხვავება ის, რომ ძირითადად ყველაზე დიდი სხვაობა რაც შეიძლება კვადრატეკ 2-სა და კვადრატ დრაივ 2 შორის იყოს, არის ის, რომ ამ სისტემას უკვე მოყვება უკანა ხიდის ელექტრობლოკირება. თავისი, ოღონდ თქვენ ვერ დაბლოკავთ ხიდს თქვენ ნებაზე, არ არის 100%-იანი ელექტრობლოკირება, თუმცა თვითონ ისე კარგად მუშაობს, დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ, როდესაც გადავალთ უგზოობაზე და გავტესტავთ, იმდენად კარგად მუშაობს, რომ არაფერი ჩარევა აღარ ჭირდება. ანუ ბევრად უფრო კარგად დადის მანქანა მაგ სისტემით, რომელსაც აქვს უკან ელექტრობლოკირება. ასევე ამ სისტემების გარდა კიდე სხვაობა შეიძლება იყოს უკვე მანქანის დაკიდების სისტემებში, კერძოდ ეს მანქანა წარმოდგენილი არის სტანდარტული დაკიდების სისტემით, რომელიც არის ზამბარა და ამორტიზატორი, ხოლო ეს მანქანა უკვე წარმოდგენილია კვადრალიფტ სისტემით, რომელიც აღჭურვილია აირბალიშებით და აქვს 4 დონე სიმაღლის. ანუ ეხა არის ნორმალურ დონეზე, ამის ზევით აქვს 2 რეჟიმი ოფროადისთვის, ანუ იწევა და კიდე იწევა, რასაც კადრებში ნახავთ და აქვს ასევე ქვევით დაწევის რეჟიმი. მსგავსი ტიპის სისტემებით ძირითადად აღჭურვილი არის აი ესეთი მოდიფიკაციები, ანუ ტრეილ ჰოკი, რომელსაც აქვს კვადრატ დრაივ 2 სისტემა, უკანა ხიდის ელექტრობლოკირებით და უკვე კვადრატ ლიფტ დაკიდების სისტემა, რომელიც უგზოობაზე უფრო კარგად შეიძლება გამოიყენოთ, ვინაიდან კლირენსი, როდესაც აწეულია მანქანა ბევრად უფრო მაღალი აქვს, ვიდრე აი მაგალითად სტანდარტულ მანქანას. საქმეზე გადავიდეთ. აი, მოდი ახლა წავიდეთ საქმეში, ჩემ საყვარელ ადგილას მივიდეთ, სადაც დავდივართ ხოლმე და ნახოთ ერთი რას იზავს ერთი მანქანა და მეორე მანქანა ჩვენი თბილისის ზღვის დიაგონალებზე. წავედით, აბა, გადავინაცვლეთ. კაი, წავედით ახლა, უნდა ვიდეთ 5 და 7-ით, აქვე ვიტყვი რომ ორივე მანქანას უყენია ატე საბურავები, ნუ ერთი კუმხო არის, მეორე კუპერი, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ატე არის, ორივე შელოხული აქვს ნახატი. ეხლა ეს კონკრეტული მანქანა არის 2 და 2 წლებზე, დაახლოებით ისაც იგივე წლებზე, ამასთან ჩაურთავ ახლა დამადავლებელი გადაცემას და ვცდი ეგრე ასვლას. ნახოთ რა იქნება. ანუ დამადავლებელი გადაცემას ჩაურთავ. აუტო რეჟიმში დავაყენებ, აი ეგრე. ნეიტრალში ჩაირთო დამადავლებელი გადაცემა და თვითონ აირჩია off-road height. როგორც ვიხდი თავის დაწია. საშუალო სიმაღლეზე. ხო, ამითი წავალ. და ვნახოთ რა სიზავს. აბა, აიწია ხო? კი, ცოტა. კაი, აწეულია ცოტა.
აი, წავედით. ესე იგი, უნდა ავიდე ორივე მანქანით ერთ და იგივე ტრაექტორიით და დაბალი გაზით, რაც შეიძლება, რომ ძალიან თანაბარი იყოს, ასე ვთქვათ, შედარება, რომელი რას იწევს. განსხვავებით 3 და 6-ისგან ამას აქვს კვადრატრეკ 1 სისტემა, რომელსაც აქვს უკანა ხიდის ელექტრობლოკირება. ანუ თვითონ მანქანა როგორც გადაწყვეტს იმის მიხედვით ბლოკავს უკანა ხიდს. აი ეგ სხვაობა იქნება ალბათ ის მთავარი, რომელიც აი ამ დიაგონალებზე გამოჩნდება. Traction-ი მუშაობს და ასევე ეხმარება უკანა ხიდის ელექტრობლოკირება. აი ნახოთ ახლა ძალიან ნელი დაბალი გაზით მივდივართ, კი ხედავთ თქვენს, გესმით ალბათაც, რომ ძრავის ხმა არ ისმის, მithumets ამ მანქანაზე ისეთი ის გვაქვს, რა ქვია, ვიხლოპი თუ გამონაბოლქვის სისტემა. აი ნახეთ, უკანა მხარის ელექტრობლოკირების ამბავია ეგ. რომ ერთ მხარეს ჩააჩოჩა უკანა მხარეს, სადაც უფრო მარტივი წასასვლელი იპოვა. ნახე ნიკა და სხვაობა არის? უკანა ბლოკი გაცურებს. უკანა ბლოკმა ეგრევე ცალმხარეს ჩააცურა. კაი, ეხა გავაგრძელებ ნელ-ნელა გზას. კაი, წავედით ისევ. საკმაოდ ვიტყოდი რომ კარგად მუშაობს ეს უკანა ხიდის ბლოკი, მაგრამ ის ადგილას გადამაცურა, საიდანაც ვეღარ მივდივარ. კაი, მოიცა? ასე? ეხლა უნდა ვცადოთ წინა მხარე ტრიალებს. უკანა მარცხენა ტრიალი. კაი, მოიცა სანამ წავალთ მაინც ტესტისთვის ჩავრთავ როკ რეჟიმს და ნახოთ აქედან რაიმე სხვაობა თუ ექნება როკ რეჟიმში. აგერ გადავიყვანეთ როკში ვართ ახლა. აბა რას გვიზავს ეს როკი? ნახოთ. რაღაცა, როკი ნახე? როკს რაღაცა შეძლებია. რაღაცეები შეგვიცვალა როკ რეჟიმმა. აბა, წავედით. ხო, ბევრად უფრო კარგად აკონტროლებს traction-ს ამ რეჟიმში, ახლა მე რასაც უყურებ. ნუ ეს უკანა მხარეს ბლოკი როგორ გასაგებია და ცაში რომ მივდივარ, ეგაც პრინციპში ჩანს ალბათ კადრებიდან. ხო, აქ ძალიან ხისტი რო არის, ახლა დაკიდება ეგრე ძალიან არ იგრძნობა, კაი. აჰა, როკ რეჟიმს რაღაცა სხვაობა ქონია. ვერაფერს ვერ. ეხლა ვიწყებთ 3 და 6-ით. რომელსაც როგორც უკვე გითხარით, კვადრატ დრაივ 2 სისტემა, ანუ აქ დამადაბლებელი გადაცემა და პრინციპში მეტი არაფერი და აქ რაღაც მოუდები. ჯერჯერობით წავალ ნორმალურ მოუდში, ნახოთ საერთოდ დაძლევადი იქნება თუ არა ეს რთული დიაგონალები, რომელიც აქეთ არის. თუ ნორმალით ვერ ავედი, მე გეტყვით რამეს ჩავხთავ თუ არ ჩავხთავ. მე მგონი ეგა, წავედით ნელა-ნელა. ანუ ჩავხდეთ დამადაბლებელი გადაცემა, ეხა ავტოზეა, ავტოთი წავალ, თუ ავტოთი ვერ ავედი, მე გადავიყვან როკზე. როკი არის როგორც ყოველთვის, როგორც წესი როკი არის ხოლმე ყველაზე აგრესიული მაგ შემთხვევაში. ნახოთ რა სწავს. მოდი, წავედი. კაი, წავედით. მივდივარ პირველი სიჩქარით, იმიტომ რომ მაინც ცუდი გზა არის. შედარებით ოდნავ სველია, მაგრამ არ ვიცი. მე მგონი არ უნდა იყოს პრობლემა. ხო, აქ ეს ალბათ ახლა სისველის გამომხდა ეს ყველაფერი, ჯერჯერობით კარგად მიდის. ნახოთ. მიუყვები ნელა ერთ რეჟიმში, ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, დონის გაზით. დავედით ახლა აქ. კი მოგეხსენებათ რომ ძალიან არის ეს ყველაფერი გაფუჭებული, მაგრამ რა ვიცი, აბა ნახოთ რა სწავს. თუ რაღაცა და რამეს ვედები, ნიკა მეტყვის იქიდან რომ ედები და გააჩერე მაგას. ну traction-ი არ ვიცი, ნორმალურად მუშაობს, განსხვავებით Wrangler-ისგან, რომელსაც უფრო გაუჭირდა გამოსვლა. traction-ი. ხდება. ძალიან გაფუჭებულია კაცო. ეხლა დავაწყნაროთ მანქანა, იმიტომ რომ სათვალე კიდევ თავში მომხდა და ნელა-ნელა გავაგრძელოთ სიარული. მივცეთ საშუალება traction-ს. გააგრძელე კარგია, ვერ ვაგრძელებთ თორე. დავაგრძელეთ. ცოტა შემოწლევინა ტრაექტორია, იმიტომ რომ ვაიმე და არ ვიცი საერთოდ ვარ. აი, ნელ-ნელა ავდივარ ხალხო, თორე გაქანებით შეიძლება გავაქანო და გადავქანდე სადმე იმაში ავიარო, მაგრამ მთელი გამოცდის არსი
და ეგრეთ წოდებულ ჭყალებში მოღამი არის, რომ ნელ-ნელა ავიაროთ. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლოში ვარ უკვე და ეს ერთი რთული ადგილი იყო დაგვრჩა. და ავედი კიდევაც. აჰა. ამოხვედი მაინც. შემიძლია ვთქვა, რომ ავტო რეჟიმში საკმაოდ კარგად ამოვიდა, არ ვიცი, საკმაოდ კარგად ამოვიდა და არ მეგონა თუ ესეთ ნიადაგზე ესე შეიძლება დამოსვლა სტანდარტული მანქანა, ხალხო სტანდარტული საბურავი. მე მგონი უკვე ყველამ ნახეთ ის კადრებით, რომელიც გადავიღეთ ჩვენ საყვარელ დიაგონალებზე და ნიკა რა სიტყვი აბა რა შტაბიჭდილება დაგჭა ამ მანქანებთან. სხვათა შორის, ხო, საერთო ჯამში პოზიტივით დავიწყებთ, რომ ორივე მანქანა ჩააბარა ტესტი და ანუ ჩვენი პირობებში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები დადეს, ანუ შეიძლება ამ მანქანებში ბუნებაში გასვლა ნამდვილად ქალაქ-გარეთ ისეთ თამამად, მეტნაკლებად თამამად. კი, ანუ ზოგი ერთი crossover-ით არ არის. კი. აღონ ახლა ვისაუბროთ კონკრეტულად ამ ორ მოდელს შორის. პირველი ალბათ რასაც გამოვყოფდი არის სხვაობა დაკიდების სისტემაში რეალურ ცხოვრებაშიც გვაძლევს სხვაობას. რაღაცა სხვაობას ნამდვილად იძლევა. კი, იმას ვფიქრობ, რომ ამ მანქანას მე მგონი უფრო მეტი სვლები აქვს, მე მგონი არა, უფრო მეტი სვლები აქვს ვიდრე იმას. სავარაუდოდ ეს არის იმის გამო, რომ ეს არის აირბალიშებზე და უფრო მეტი საშუალება აქვს არტიკულაციის, იმიტომ რომ რაღაც ადგილებში, სადაც ამას თავიდანვე გაუჭირდა და ეგრევე დაიწყო თვლების დატრიალება, ანუ ბუქსაობა, ამ მანქანამ ისე გადაიარა, რომ საერთოდ ვერ შევამჩნიეთ ეგ დაბკოლება. დაგეთანხმები. და თან ძალიან დიდი პლუსია, რომ გაქვს საშუალება, რომ ეს მანქანა აწიო. მაგრამ ერთი მინუსი აქვს მან. ძალიან თუ აწიე, მე ძალიან ხისტდება და ძალიან არაკომფორტულია ეგეთ რეჟიმში გადაადგილება, ძალიან ნელა თუ მოძრაობ, მისაღებია. ასევე დავამატებდი მეორე პლუს ამ მანქანის სასარგებლოდ, ეს არის quad drive სისტემა, რომელიც აქვს უკან ელექტროხიდის ბლოკირება, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და იმ ადგილებში, სადაც ამ მანქანას გაუჭირდა და უფრო მეტი გაზის მიხმარება დაჭირდა, traction-ს უფრო მეტი დატვირთვა დაადგა, რომ დაბკოლება გადაელახა, ამ მანქანამ ბევრად უფრო მარტივად გადაიარა. ხარ დაგავიწყდა, რომ მაგან მოგაცურა. არა, მაგან მომაცურა, მახსოვს, თუმცა საერთო ჯამში მე მგონი რომ მაინც ჩემთვის მაინც უფრო პლუსია ვიდრე ის. საშუალება იყოს. იმიტომ რომ აი ვიდეოში დააკვირდებით, ამაზე უფრო მეტი აქსელერაციის მიცემა მჭირდებოდა და უფრო მეტი ესეთი რაღაცები ხდებოდა ვიდრე ამაზე. ამ შემთხვევაში ეგ კაია. კი, თან რეალურ ცხოვრებაში მოდი ეგას ვთქვათ, რომ ეგეთ დაბკოლებაზე მაინც და მაინც ახლა ესეთი მანქანით არ უნდა იარო და ნაკლებად ახლა ჩვენ სადაც ვიყავით კი ეგ უკვე რო შეუძლია, ეგაც ძალიან დიდი პლუსია და უფრო მნიშვნელოვანია გრუნტიან გზაზე სიარულის დროს რა შედეგებს აჩვენებს ეს ორი მანქანა და მოდი ახლა გადავინაცვლოთ უკვე და ნახოთ გრუნტიან გზაზე როგორი შთაბეჭდილებები დაგვრჩება. ეხლა ვართ ნორმალ რეჟიმზე და ამ ნორმალ რეჟიმით სტანდარტულ რეჟიმში, ანუ 4 ჰაიში, არა ლოუში, ანუ დამადავლებელი გალცის გარეშე ვცადოთ როგორ იulis გრუნტზე. წავედით. საინტერესოა. მოვაკატრიოთ ის გოუთში. კომფორტული იქნება. მოვაკატრიოთ. კომფორტულზე რა გითხრა, მაგრამ სასიამოვნო ხმა ნამდვილად არის. მინდა გითხრათ 60-ით მივდივარ და აქ Wrangler-ით ვერ ვიარე ტანჯგარით. ხოთა შორის ეგაც ალბათ აღსანიშნავი არის. როდესაც ამ მანქანასთან დაკავშირებით ვილაპარაკებთ, საკმაოდ კარგი სამართავი არის ესეთ რეჟიმში. თავს ინარჩუნებს, ჩაქნევები არა აქვს, ანუ საჭეზე გადმოდის ყველაფერი, რაც საჭირო აღიქვათ, მაგრამ არა შეგრძნება რომ ეს იკარგება. სალონში ეს ბრაგაბრუგის ხმა არის ცოტა, მაგრამ არა ისე რომ ძალიან შეგაწუხოთ, ანუ Wrangler-თან შედარებით ბევრად ნაკლებია. ნუ Toyota-სთან შედარებით შეიძლება ცოტა მეტი რაღაცეები შხარაშხურობდეს, მაგრამ ნუ განსაკუთრებული არაფერი. თუმცა ეს აქ და ნუ მაგითხრათ, აი ხა მივდივარ 60 ცით საბურავები არ გვაქვს დაშვებული. ესაც გასთვალისწინებელია. აი უკვე 70-იც ავედი. ეხლა ნიკას ჯერი მოდის. არ გინდა? არ უნდა. კარგი. წავედით, ეხლა ვნახოთ. ეს იყო აირბალიშებიანი დაკიდებით მანქანა 20-იან დისკებზე. ეხლა ვნახოთ სტანდარტული პრუჟინებით და ზამბარებით და ამორტიზატორებით როგორი არის, რანაირი იქნება. ის უფრო რბილია, შეიძლება უფრო გვესიამოვნოს იმით სიარული, მაგრამ შეიძლება უფრო მეტად ქანაობდეს. აი, წავედით უკან.
ად მოვინაცვლეთ მეორე მანქანაში. მეორე მანქანაში სტანდარტულ რეჟიმში ისევ, მხოლოდ 4 ჰაიში სტანდარტულ full time-ში დეთი წავალთ და ვნახავთ ერთი რას იზავს ეს ზამბარ ამორტიზატორიანი ყვაწვილი. ეს პაჯერო გავატაროთ, ან გაგვატაროს, ან რა მევქნათ ეგეთი, რა ვიცი. წავედით. ოიძახთ უფრო რბილია. მე არ დამიჯერე. რაღაცა და ეგეთი რბილით აღარ აღმოჩნდა. ვიცი რა. ეს ჩქარე არის ალბათ. ამისთვის ისა, 50-ით მივდივარ დაახლოებით. რაც რა. რანგლერზე მაინც ტრაფი. ხო, და შიგნიდან არ წხდება არაფერი. განსაკუთრებული რამე რო თქვა. რაღაცები კი ბატონო, რა ხრახებს, ბრახებს. უი, აქცია ნატურა ჩავდი. თორა, ბატონო. აჰა. ის ხაი. ანუ აკარი, ეს რაღაცა ხო, და დაარტყევს ავარაუდოდ bump stops. ვიცი, რაღაცა ეგეთი იყო. თუმცა რავი, ანუ საკმაოდ ისე რა ესეთ პროდუქტიან გზაზე სიარული. მოდუნებულად ვზნობ თავს. ანუ ძალიან რაღაცა და ბოლომდე გადატვირთვით და ბოლომდე გაწურულად არ მიდის ესე ნამდვილად. მიდის ესე ნორმალურად. ნუ სტროულებრივად ახალ მაგალითად თუ შეჭი ისე რომ ზედმეტად არაფერი არ შეჭრა. აჰა, დაგითხრა. ხო, არა, ესეც გზაზე, იმიტომ რომ ნახულობთ რომ მეორგან სადაც ასფალტირებული გზა არ არის. მაინც და მაინც 10 და 20 კმ/სთ რო არისო, შედარებით ეხლა არ ვიცახი რომ 100-ით უნდა გავარდე, მაგრამ ხო, მაგრამ არის საშუალება რომ რაღაცა 40-50-ით ისე გადაადგილდებოდე რომ ანუ არ შეგაწუხებს არაფერი, აი ჩვეულებრივად 4 ჰაიში დეთი მივდივართ ისე რომ რა ვიცი. პრინციპში არაფერმა არ შემაწუხა. საკმაოდ ნორმალურად იარა. ის მანქანა უფრო ხისტი არის. არ ვიცი ეს ოციანი დისკების ბრალია თუ აირბალიშების დაკიდების, თუმცა ფაქტი ეგაა რომ ის უფრო ხისტია. უფრო ხისტი იყო, მაგრამ უფრო მართვადი ამბობ. მართვადიც იყო. ეგაც საშუალებას გაძლევდა. კი ბატონო. რეალურად ალბათ არ ვიცი, ვისაც როგორ აურჩევია. ხო. აი, ორივე საერთო ჯამში ორივემ ჩააბარა ეს ტესტი. კი, ორივემ კარგად ჩააბარა, თან იმ ნიადაგის მდგომარეობაში როგორც ეხა იყო, ცოტა მოსველებული იყო. აი, წავედით, ეხა გადავალთ შემდეგ რაღაცეებს. მოვედით გრუნტიანი გზიდან. კალავსო გრუნტიანი გზას დარბით. ვიჯაყჯაყეთ. ვიჯაყჯაყეთ. აბა როგორი იყო? ნახეთ ეხა ყველამ კადრები, რომელიც გრუნტიან გზაზე გადავიღეთ და რას ფიქრობ შენ? სხვათა შორის არ მოველოდი, პირდაპირ მინდა ვთქვა, რაღაც უფრო მოლოდინი მქონდა, რომ ამ სიხისტის გამო ძალიან ბრახა-ბრუხა იქნებოდა. ხო, არა, სხვათა შორის ეგ ან რანგლერებისგან განსხვავებით, რანგლერს შევადარი, იმიტომ ისა ჯიპია, ნაკლებად ბრახა-ბრუხა იყო და უფრო ჩქარა ვიარეთ, ვიდრე მაშინ ორივე რანგლერით შევძელით აქ სიარული. საბურავით არ დაგვიშვია. ხო და თან ერთია რომ ბრახა-ბრუხი, მეორე თვითონ მანქანის შეგრძნება, რომ ანუ ეხა სადღაცა არ გაიქცევა და ანუ მოჭიმულად. აი ძალიან კარგად საჭეში მოყვებოდა, ანუ ის შეგრძნება რომ რაღაცა ვერ ვაკონტროლებთ, არაფერი არ ქონია. თუმცა აქ დასამატებელია ალბათ, მე მგონი, ანუ აირბალიშების დაკიდების შედარება ჩვეულებრივ ზამბარ ამორტიზატორებს. აი ეგ არის. ანუ მე არ შენი არ ვიცი, მოდი მე ჩემსაც ვთქვი, ჩემი აზრით ეს მანქანა უფრო კარგად ყლაპავს უსტორმასტოროებს და უფრო რბილად დადის, ვიდრე ეს. ეს არის უფრო ხისტი, უფრო კარგად აკონტროლებს ყველაფერს, მაგრამ უფრო მეტად იგრძნობა, ასე ვთქვათ, დაბლა კენჭები, უსტორმასტოროები და შენ, ხოლო ეს უფრო კარგად ამუშავებს მაგ ყველაფერს. დაგეთანხმები, მე მაინც კლასიკური ზამბარა ამორტიზატორისკენ ვარ. მე მაინტერესებს ძალიან როგორი იქნება, ანუ გზაზე რო გავალთ, ტრასაზე, ანუ ამ ორი დაკიდების სისტემის შედარება საინტერესოა ნამდვილად. თან დარწმუნებული ვარ, ჯიპზე იქნება მოდიფიკაციები სხვადასხვა ბრენდების. კი. იცით შეიძლება რომ შეცვალო, ანუ დალიფტო და მოირგო შემგემოზე. ანუ ამ შემთხვევაში უკვე მიბუნდი ხართ ამ სისტემაზე, რომელიც არის აირბალიშები. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით კაი, მოდი ახლა თან ვნახოთ როგორ გამოიყურება ამ მანქანის ინტერიერები და გადავინაცვლოთ უკვე გზაზე და ვნახოთ როგორ არის ეს ყველაფერი სიარულში, როდესაც გადავადგილებით ტრასაზე. აბა, მოდი გადავინაცვლოთ ახლა ინტერიერში, დავჯდები და განახებთ როგორ ჯდები. მოგონთ აქ ნახე რა კაი სკამები გვაქვს. ძალიან კარგი. როგორი ნატურალური შიქთავსით, არ ვიცი ეს ალკანტარა თუ არა, მაგრამ ძალიან კარგი ხარისხი არის, რაც არის. და როდესაც იხართ ძალიან კარგად გერგებათ, ასე ვიტყოდი. ეს მოირგე ახლა შენ თავზე? კი. კაი არის. ვიტყოდი რომ მასალები საკმაოდ, არ ვიცი, ნორმალურია. ეს რაღაცა რბილი
პლასმასი არის. ხო, ბილი არ და ისე რა უყურებ რაღაც ის გონია. გონება აქაც ყველაფერი კნოპკები ნორმალურია, სიჩქარეების გაცართველი ნორმალურია, ესაც რბილია მათ შორის, ესაც. არა და რაღაცა ბილი არის. ცოტა უფრო უხეშია, მაგრამ რბილია. ეს ტყავში არის გაფორმებული. რა შეიძლება ითქვას, ანუ როგორც უკვე გითხარით, ამ მანქანას გავლილი აქვს 300,000 კილომეტრი. ეხლა თქვენ თუ აი ამ საჭეზე, ამ ღილაკებზე, სიჩქარეების გადასართველ კოლოფზე მეტყვით იმას, 300,000 კილომეტრი ამ მანქანას გავლილიო, მე მგონი გაგიჭირდებათ. შესაბამისად, ხარისხობრივად ძალიან უხარისხო მასალებით არ არის გაწყობილი, იმიტომ რომ ძალიან კაი მდგომარეობაშია თავისი გარბენიდან გამომდინარე. მოდი ახლა გადავალ ჩემი თავის უკან. ნახოთ, აბა, მოდი. ამდენად ჩავჯდები, ვაი. გაუმარჯოს. რაღაცას მივესალმეთ. ნახოთ აბა ერთი რამდენად შევძლებ ჩემი თავის უკან განთავსებას. პირველად ვჭდები საერთოდ ამ მანქანაში უკან. მინდა გითხრა, აქაც ჩვენი ერთ დასაჯდომია. არ ვიცი რა ჩემი სიმაღლის ადამიანისთვის ფართი ბევრია. აქაც ბევრია. აქაც გვაქვს რაღაცა კონტროლები, გვაქვს სიდენის გათხოვები, დასატენი კაბელები, სიდენია რეგულირდება. აი, რას ვიძახდი? წინა რევიუში რას ვიძახდი, რომ ამით შეგიძლიათ მარტივად. და არა ისე იმას რო ხონ ბაღს იქ უყარო უნდა გადასულიყავ. აბა ისიც ვნახოთ, საბარგული. აი, გადავინაცვლოთ ახლა. საბარგულში ელექტროსაბარგულია. ელექტროადია. აი, ეს არ გაგვისუფთავებია, გოპატიეთ. ნახეთ აქ. გასავიკი გვაქვს. საბურგული ქონია, ხედავ? საკმაოდ კარგი ზომის საბარგულია. ანუ ხელით ბოლომდე ვერც ვწდები. ხო. ზოგადად გარედან შემილია ვთქვა, რომ მანქანა რაღაც ვიზუალურად პატარა გამოიყურება, მაგრამ რეალურად არ ვიცი, შიგნით ძალიან პატარა სივრცე არა. ნუ ერთადერთი აი წინ სადაც იხართ, ეხა ჩვენ მანქანებთან შედარებით ცოტა მევიწროა, მაგრამ ნუ საბარგული უკან დასაჯდომის სივრცე ალბათ ნორმალურად გამოიყურება. დანარჩენს კი უკვე გზაზე როგორ გამოიყურება ეს მანქანა, აგერ ნახოთ კადრებში. ეს გადმოვინაცვლეთ ახლა მოძრაობაში ინტერიერი და ახლა შევხედოთ აბა რას გვეტყვის. აქ 3 და 6-ით მე მოძრაობდი, ახლა გიორგი დაჭდა და თავის პირველ ემოციებს გაგვაცნობს და მეც ჩემი მხრიდან დავეთანხმები, არ დავეთანხმები. სიტყვას ვაძლევთ ბატონ გიორგის. იწყეთ. კი ბატონო, გავაგრძელებთ ახლა მოძრაობას, როგორც ნიკამ თქვა. ეხლა ვართ უკვე გამოსულები ქალაქგარეთ, რაღაცა აღმართებზე მოძრაობთ, გზაზე მოძრაობთ, ანუ ეგრეთ წოდებულ ტრასაზე და რა შეიძლება ითქვას პირველი საბჭოებები რაცა. ნუ 3 და 6-თან შედარებით ახლა 5 და 7 ბევრად უფრო სხარტია, ძალიან ესეთი ოპტიმისტური შეფასებით რო ვთქვა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ის არის სხვა მანქანა და ეს არის სხვა მანქანა. ეს უფრო არის რაღაცა ოჯახურ სტილში ნელა სამუდრაო მანქანა, ის უფრო ემოციები რომ მიიღო, ისეთი მანქანა არის. ზოგადად სალონს რო შევეხოთ, ანუ არ ვიცი რა, რაღაცა იდეაში არის ყველაფერი, ძალიან განსაკუთრებულად უხარისხოც. არაფერი არ არის, განსაკუთრებულად ხარისხიანიც არაფერი არ არის. აგერ ღილაკები ყველაფერი გვაქვს. აგერ სიდენის გაგრილება აქვს, გათბობა აქვს, არ ვიცი, საჭის გათბობა აქვს, ანუ ფოტოში ძალიან აგრილებს. ხო, ძალიან კარგად მუშაობს, შეიძლება ითქვას, ანუ ბევრ მანქანაში ჩამირთვია და ესე კარგად არ მუშაობს ხოლმე და ამაში მართლა კარგად მუშაობს და ეს აღსანიშნავი არის. დანარჩენი რა შეიძლება თქვა, საჭე, ნუ არ ვიცი. მე სხვა საჭეები უფრო მომწონს. Wrangler-ის JK მოდელზე როგორც მე მგონი ეგეთი. ხო, ძალიან დიდია ეს. არა და მე მომეწონა სისკე, კაია, ერთ-ერთი აი აქ გამობერილები არა აქვს, ეგ არ მომეწონა. ხო, მე დიდად რო გითხრათ, ეს საჭე მომეწონა, არ მომეწონა, 5 და 7-ის საჭე მირჩევია, რო გადავართ იმ მანქანაში ვერე იმასაც კარგად ნახავთ. ხო, რესტაილინგი. ხო, ეს არის არა რესტაილინგი. შენ რო ჩაჯექი აღნიშნე, რომ ანუ ეს ხო არა რესტაილინგია, ის რესტაილინგია. მაგრამ რო დაჯექი, შთაბეჭდილება შეგეცდა. შთაბეჭდილება შეგეცდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სავარდლები, ანუ ამის სავარდელი და იმის სავარდელი განსხვავებულია, ანუ რო დავჯექი შთაბეჭდილება მქონდა, რომ საერთოდ არ გადმოჯერდა სხვა მანქანაში, ანუ არც სავარდელი არ გამისტორებია, პირდაპირ ეგრევე იმ მორგებულ პოზიციაზე გადმოვედი, როგორც იმ მანქანაში ვიყავი. რაც ჩემი აზრით კარგია ის, რომ ძირითადად ბევრი რაღაცები არ შესვლა და უმეტესი რაღაცები იგივე დარჩა. ნუ ახლა გასაგებია რომ აქ თქვა მაჩვენებელთა დაფა. იქ უკვე LCD არის, ანუ თხევად კრისტალური ეკრანი აქვს შუაში და გვერდებზე ანალოგია. ამას მე ახლა ის ბევრად მირჩევია მაგალითად, კი, იმიტომ რომ უფრო ლამაზად გამოიყურება ჩემთვის ის. ნუ ეს ადგილი ცალსახად იმაში უკეთესია, მაგრამ
ამას რაც პლუსიც აქვს არის ის, რომ ეს ყველაფერი არის ღილაკებზე, მათ შორის საჭის გათბობაც და იქ ვინაიდან ეს ეკრანი უკვე გადიდებული არის, ყველაფერი აი ეს სიდენიების გათბობა, გაგრილება და საჭის გათბობა გადატანილია სენსორზე, რაც მე დიდად არ მომწონს მაგალითად და ჩემი აზრით შესაძლებელი იყო ისე გაკეთებულიყო, რომ დარჩენილიყო ღილაკებზე, იმიტომ რომ სენსორით მოძრაობაში ჩართვა ძალიან არაკომფორტული. აი ვინც ხმარობთ ეგეთ მანქანას, ყველა დამეთანხმებით მაგაში რა, ანუ მე რა მიჩევია ხოლმე რომ ღილაკზე იყოს, იმიტომ რომ მარტივად სანავიგაციო და მისაჭერია. ნუ იმაში უკვე CarPlay გვაქვს, რაც იდეაში კარგია, ნუ რაღაცა off-road მაჩვენებელთა დაბა გვაქვს, რეებსაც მე განახებთ უკვე, როცა მაგ ყველაფერზე მივალთ. რა შეიძლება სხვა ითქვას? ეს ყველაფერი იგივეა, ანუ ეს სელექტორი ზუსტად იგივეა იქაც, ჭიქების ჩასწები იმაშიც ანალოგიურად არის კი? ეს თავში თქვით, ხო? ხო, აქ კი ბატონო, როგორც უკვე გითხარით, აქ უნდა იყოს ეგრეთ წოდებული პადუშკები, ანუ აირ ბალიშები, რომელიც ამ მანქანას არ აქვს და სიმაღლის აწევა დაწევა, ანუ ეს არის სტანდარტულ ზამბარებზე და ესე დადის ის მეორე მანქანა არის აირ ბალიშებზე და იმასაც განახებთ როგორ რა სიტყოდი თვითონ სulis კომფორტზე. ჩემი აზრით, აი ესეთ გვერდზე ეგრეთ წოდებული კრენები ამას უფრო მეტი აქვს, თუმცა მართვადობა მაგალითად Toyota-ს შევადაროთ, Prado-ს ან არ ვიცი, ჩემ Foreigner-ზე თქვი, მე Prado-ზე ვიტყვი, რომ Prado-ს შედარებით ბევრად უფრო კაი სამართავია, როგორც ესე წინ უკან ტორმუზი, გაზის მიცემა, ასევე გვერდების გადახრა-გადმოხრა ბევრად უფრო ნაკლები აქვს. ნუ თვითონ ეს ძრავი 3 და 6 ჩემი შეხედულებით 5 და 7-თან შედარებით ბევრად უფრო ნელია, მაგრამ არ ვიცი, სამოძრაო რეჟიმში ხა ამ აღმართებს და გზაზე გადაადგილების დროს საკმარისია, ანუ დანაკლისიც ეგრე არ რა შევამჩნიე ისი, რომ ძალიან კარგად არის 3 და 6 და ეს ავტომატი დამეგობრებული. ოღონდ არის როგორ იცი, აი გეგონება ანუ სატერფული სulis 1/3 არის გათვლილი მაგისთვის. აი არ გჭირდება ძალიან რომ მიაჭირო. აი მაგაზე მეტი თუ დაგჭირდა აღარ მიდის. ხო, ოღონდ აქ ბარემ დავამატოთ ისე როგორც უკვე გითხარით, ეს მანქანა არის 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით. ესეთები ასევე არის რუიანებით, ოღონდ უკვე რესტაილინგებში გამოვიდა. ის 5 და 7 უკვე რუიანითა, იმიტომ რომ ის უკვე რესტაილინგია 2019-იანი. გადაცემათა კოლოფი კარგად არის მორგებული, არ ვიცი, ანუ ნორმალურად მიდის. სიჩქარეებს ნორმალურად რთავს. საკმაოდ სხარტია, ну, ისევ Toyota-ს შევადაროთ, იმიტომ რომ ძირითადად მაინც რაღაც მაგ კლასის მანქანა არის, ეს მე მგონი, ხო, რა ვიცი ხა. აი Prado-ს და Foreigner-ის კლასში. ალბათ ვინც ამ მანქანას ერჩევ, შეიძლება პოტენციურად ხო Foreigner-ი განიხილოს. კარგი, როგორც უკვე აღნიშნეთ, არის ის არის full time-ი, ანუ მუდმივად 4/4-ზე, ანუ ჩემი აზრით ეგ პლუსია ვიდრე მინუსი. ხშირად ვიდეოებში და კომენტარებში ამაზე არის ხოლმე რაღაცნაირად მithkma მოთქმა, რომ ზოგს მაინც უკანა წამოყვანი და მე ხისტად დაბლოკად წინამხარე ურჩევია, მე ყოველ შემთხვევაში full time მირჩევია, უფრო უსაფრთხოა და კომფორტული, ჩემი აზრით. მე ზოგადად არ დაგვითარებ. რა აზრი აქვს მაშინ ამ ხელა მანქანას, თუ ვერ მოახერხე 4/4 თიარო და ჩვეულებრივ რეჟიმში, როდესაც გზა, ანუ საშიშროება გზაზე ან მოყინულია, ანუ რეალურად 4/4-ზე ვერ დადიხარ, თუ არის კარგი მოჭიდება, ანუ რაღაც ადგილ არის მოსრიალების ალბათობა, მაშინ მაინც უკანა წამყვანით დადიხარ და თუ წინა წამყვანით ჩართე, მაშინ ცენტრი ხისტათი ბლოკება და უკვე აჩოჩებს მანქანას და ანუ აი ძალიან არასასიამოვნო სატარებელი, ანუ ეს გაცილებით უფრო ცივილურია, აი ძალიან უხეში არის. აქვე ალბათ აღსანიშნავია, რომ არის მანქანები, მაგალითად Mitsubishi Pajero Sport, რომელიც ჩვენ გავტესტეთ, რომელსაც აქვს Super Select-ი, სადაც შეგიძლია უკანა წამყვანითიანო და წინამხარე ისე ჩართო ხიდი, სადაც ცენტრალური ხიდი არ დაგებლოკება და ეგ დისკომფორტები არ გექნება. ასევე Wrangler-ებზე გვხვდება, JL-ებზე იგივე სისტემა full time-ის, სადაც ასევე შეგიძლია უკანა ვიდუში დადიხარ, უკანა წამყვანით დადიხარ და შემდეგ გადაყოს full time-ზე და ისაც ავტომატურად თავს წინახის, მოღონთ ისე რომ არ იბლოკება ცენტრალური ხიდის ბლოკირება და ეს პრობლემა გადაადგილებისთვის არა. ეგეთი კონფიგურაცია ალბათ ყველაზე უკეთესი იქნება. Toyota-საც ჰქონდათ ადრე, მაგრამ მე არ ვიცი რატო გააქრეს. ხო, პეტყობა გაიმარტივეს ცხოვრება, ანუ ადრე გვხვდებოდა ზუსტად Foreigner-ებში და Hilux Surf-ებში ეგეთ სისტემა, ანუ აკოს რომ მანქანა ყავდა, იმას ჰქონდა, მაგრამ მე ამოიღეს და გააქრეს.
სხვა რა ვთქვა? ჯდომა რაღაცა. ჯდომა ჩემთვის კარგადზე. კარგი ჯდომა აქვს, ანუ ცოტა ესე ტერმინს ვიტყვი, რაღაც ჩათესლებული ვითვარ. თუმცა ჩემთვის ეგ ჯდომას ვარ მიშვეული რა, ანუ ეგ მე მიყენია სკამი. ხო და მეც იქ ეგრე მეყენა, ანუ არ შემიცვლიათ, ანუ საჭე არის ბოლომდე გამოწეული და ქვემოთ დაწეული და შესაბამისად არის სკამი მორგებული. ხო და აი მე ჩემი გადმოსახედა რა შემიძლია არის ის, რომ ანუ ვერ ვიგძენი სხვაობა, რომ გადმოჯექი, რომ დავჯექი, კარგად იყო უკვე ყველაფერი. ეხა ხმის იზოლაციაზე რო ვთქვათ, უკეთეს ისურვებდა ადამიანი, ალბათ Toyota-ს დონეზე არის, ან შეიძლება ცოტა უარესი, ცოტა უკეთესი. ხარისხმა ისმის. ხარისხმა განსაკუთრებით ზედმეტად შემოდიოდა, როცა გზაზე გადავადგილდებოდით მაშინ. ეხა კიდე თავისებურება რაც აქვს ამ ძრავს, იმ ძრავთან შეჯდარებით, განსხვავებით ეხა რასაც უყურებ აქ აღმართებზე რაც მოვდივართ, ბევრად უფრო დიდი ბრუნები ჭირდება ძრავს რო იაროს, ვიდრე 5 და 7. ნუ ეს ალბათ ლოგიკურიცაა, იმიტომ რომ 5 და 7-ია, 8 ცილინდრია, მაინც გინდა არ გინდა, რაც არ ვთქვა, თორქი მეტი აქვს, ძალა მეტი აქვს და იმას ბევრად უფრო მარტივად შეუძლია, რომ ესეთი დაბრკოლებები გადალახოს. არ ვიცი, სხვა რა გითხრა მე ნიკოლაოს, გითხარი და გეტყვი. კიდე რაც შეიძლება ვთქვათ, ეხლა თვითონ საჭესთან მიმართებაში რამდენად ინფორმატიულია. მე შევამჩნიე, რომ ცოტათი დაგვიანება აქვს, ანუ საჭეს რო აიღებ, გეგონება აი რაღაცა მილიწამების მერე მოუხვია მანქანა, მაგრამ და ელექტრონული არ იქნება წესი. არა, ელექტრონული არა, მაგრამ რა შეგიდა რომ მითხარი, პადოსო შევადარო? არა. გაუარესებას ვერანაირად ვერ გძნობ, გარდა იმისა, რომ შეიძლება უკეთესობა ვიგრძნო, იმიტომ. არ ვიცი. და ასევე შენ ჯერ იმ მანქანაზე არ მჯდარ ხარ, იმ მანქანას კიდევ უფრო კარგი მგრძნობელობა აქვს საჭის მიმართ. ამას შეიძლება ოდნავ, აი ძალიან ოდნავ. მართლა კონდეს ეს დაგვიანება და რაღაც შეგრძნება, რომ თავიდან ცოტა გვიანიღებს, მაგრამ ის მანქანა კიდევ ბევრად უფრო კარგი მანევრირებადია მაგ მხრივ. აი, არ ვიცი, მეტი რა კომენტარი გავაკეთო მაგასთან ხო, დაკავშირებით. სიჩქარეების რახან აღნიშნე, ამაზე ვიტყვი. მე არ მომეწონა ეს მე მგონი Mercedes-ის გარკვევის და მე არ მომწონს, რომ გინდა ხელით გადართო ეს. აი, ხა ხელში გადახელი გადავხე და კი. ვაკეთ და ანუ ეს არის მომატება, ეს არის დაკლება. კი. თუმცა დეში გადატანა, ხო, გადავიდა. აი, ბარემ ერთი რაღაცა რო ვთქვათ. წინა განხილვას ვინც უყურეთ, ყავდა ბავი, ჯინური მანქანა. რაღაცა ისეთი კომენტარებია რა. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, ყველას თავისი აზრია. ეგ პრობლემა არა. უბრალოდ ერთი კონკრეტული მომენტი რო ავუშვათ, ეხა ზუსტად ნიკოლაუსამ გააკეთა და ბარემ გეტყვით. აი, დეში მაქვს და მივდივართ 20 კილომეტრის სიჩქარით. არა, ბოდიში, 20 მილის სიჩქარით, ან დაახლოებით 30 კილომეტრის სიჩქარით. გადმოვიტანე პირველი სიჩქარე. არანაირი პრობლემა არაა, ხალხო. ეს ასე უნდა იყოს. ანუ პირველ სიჩქარეში უნდა ვარდებოდეს ჩვეულებრივად და არ უნდა ჭირდებოდეს გაჩერება. ასე რომ ამასთან დაკავშირებით ბაუს სამუშაო აქვს, რომ თავისი სოფტი ისეთ დონეზე დახვეწოს, რომ პირველ სიჩქარე მიიღოს მანქანამ და უარი არ განაცხადოს. ისმენენი. ხო, ინჟინერი. აი, მოდი ახლა წავიდეთ, გადავჯდეთ 5 და 7-ში და აბა შენი შეფასება როგორი იქნება ასეთ მდგომარეობაში 5 და 7-ის. მე არ მიტარებია, აბა წავედით. ნახოთ. აი, ეხა არის პირველი წუთები ნიკოლაუსა დაჯდა ამ მანქანაზე. 5 და 7. ხო, პირველი ჯდომის კუთხით ეს სკამები უფრო ესეთი მოჭიმულად ზიხარ, ანუ გეხუტება რა. თუმცა თუ ეს გვერდები ამაზე მე მგონი არ რეგულირდება, რაღაც ღილაკი მაგის ვერ ვნახე. არა, რეგულირდება, მაიცა. რას ვიძახი, იცი, თუ გვერდზე არ გადის, ცოტათი ხო, ცოტა ხილტი. განიერი თუ ხარ. გვერდებში არ იქნება კომფორტული. გვერდებში ცოტა კარგად ისე ჩემთვის ახლა კარგი არის, კარგად ძივარ. საჭე, ეს განახლებული საჭე, ნორმალურია, მაგრამ მინუსი ის აქვს, რომ მინდა რომ უფრო ქვემოთ ჩავწიო, იმიტომ რომ ესეთ სკამებზე და ჯდომის პოზიცია ისეთი უფრო რაღაც მოსპორტულია და საჭე არის ზემოთ აწეული რა, ანუ სურვილი მაქვს რომ ცოტა ქვემოთ ჩავწიო. მანქანა ზოგადად უფრო რაღაცნაირად მეჩვენება რომ შეკრულია, მაგრამ ეგ ალბათ 20-იანი დისკების დამსახურებაა ნაწილობრივ და დაკიდებაც ახლა აქ პნეუმო დაკიდება რო გვაქვს, ეგაც შეიძლება თავის როლს თამაშობს რა. ინტერიერი ამ დისპლეის გამო და წინ რადგან ყველაფერი ელექტრონულია, ну ცოტათი უფრო თანამედროვე
მანქანაში გონია რომ ზიხარ რა, ანუ ის კარგია, მისაღებია, მაგრამ ეს უფრო რაღაც სახალისოსავით არის. კაია თუ ცუდია, ეგ მეორე საკითხია, იმიტომ რომ მე მაგალითად უფრო ანალოგური მაჩვენებლები მომწონს. ნუ ეგ ინდივიდუალურია, უბრალოდ ფაქტს ვიძახი. ხო, რაც შეიძლება თქვას ინფორმატიულობის მხრივ ეს ბევრად უფრო ინფორმატიულია. ამის მაჩვენებელთა დაფა და ნუ მათ შორის ეს სისტემაც ბევრი რაღაცეები არის უკვე დამატებული და ძირითადად აქ რაც ხდება იგივე არის რაც Wrangler JL-ში, ანუ ერთი და იგივე სისტემა აქვს და ბევრი რაღაცა გამოდის. სალონს დავამატებთ ხო, შავი როა. ხო, შავი როა ძალიან უფრო რაღაც ცოტათი ისეთია, მოღუშული, მაგრამ ზოგადად შავი ჭერი როა და რაღაცნაირად აი ესეთი ჩაკეტილი ხარ გეგონება, არ ვიცი, რაღაცნაირი სპეციფიური შეგრძნება, ანუ ვისაც შავი ჭერიანი მანქანები მოგწონთ, ალბათ მიხვდებით რა. ხო, თუმცა შავი ჭერი კომფორტულია რა, ანუ თვალს ნაკლებად ღლის. და აი ძალიან დიდი მინუსი ამ მანქანაში, აი რაც გიო შენს აღნიშნე და მეც არის აი ეს ძალიან დიდი ეგრეთ წოდებული სტოიკა, ხო? თუ რას ეძახიან ამას, არ ვიცი, ფილარ, რავი. და ამას ემატება ზემოდან აი ეს სარკე, ანუ ეს ხო დიდია, ეს სარკეც ისია, რომ ანუ ამის იქით რა ხდება, საერთოდ ვერ ვხედავ და აი მოსახოვში შესვლის დროსაც კი ანუ აი მინდა რომ გავიხედო, იმიტომ რომ შეიძლება ელემენტარულად რაღაც ქვეით და იმას რომ თავი დაანებო, მანქანა ისე მოდიოდეს, რომ საერთოდ ვერ დავინახო, არ ვიცი. რაღაცა აი ეხა უხვალდა ტრაექტორიაზე, ვერ ვხედავ რა ხდება რა, აი ეს მეფარება რა, უნდა გავიწიო. ეგ საკმაოდ დიდია, მაგას საბოლოო პლუსერზე მივშევს ვიტყვით. არ ვიცი ხა ჩვენ როდესაც პირველად დავჯექით დღეს ამ მანქანაზე, ძალიან მოხვდა ორივეს თვალში. და შეგვიძლია შევადაროთ კიდეც, ანუ Toyota-ებს ახლა რაც ყავს Prado-ს და Foreruner-ს დაახლოებით მაგის ნახევარი ზომა იქნება და მე Prado-თ რასაც დავდივარ ხოლმე, ჩემთვის ის Prado-საც აქვს, ისაც კი დისკომფორტია, რამდენჯერმე შეიქმნა ისეთი სიტუაცია, სადაც არ იყო სახარბიელო მდგომარეობა, მაგის გამო რაღაცები ვერ დავინახე. აქ კიდევ უფრო დიდი როა, საერთო ჯამში დისკომფორტის მომცემი იქნება ეგ. ხო, სატარებლად ხო თქვი, ანუ ეს კარგად დგას რა, ანუ თან დავდივართ ესეთ მოხოვულ გზაზე. მოსახვევში რომ შედიხარ, ანუ არ ირწევა, სტაბილურად დგას უფრო და ანუ აშკარად რაღაც თავდაჯერებულად შედიხარ. ნახე, აი არ გადაიხარა. ეგ თლად დისკების დამსახურება არ არის. არა, ეგ უფრო დაკიდების სისტემა, უფრო მეტად ალბათ. ამაზე უფრო ორიენტირებულია რაღაც სპორტულობისკენ. კი. ნამდვილად შემიძლია დაგეთანხმა. ხმას ახალისია აქ. თუმცა რო გითხარო სწრაფია, არა. არა. ვიცი, მეტი რა უნდა წავიდეს. სწრაფია, მაგრამ ღრუტუნებს ასიამოვნო. ხო, ეს როგორც გითხარით, ეგ ხმა ამ მანქანაზე ქარხნული არ არის, ანუ SRT-ს გამშვები აყენია, თუმცა ძალიან კარგი ხმა აქვს, ძალიან კარგი ხმა, ხო, ნუ ვერვას ახლა რავი, ცუდი ხმიანი ვერვა მე მგონი არ არსებობს. არ არსებობს, მაგრამ თან ამ გამონაბოლქვის სისტემაზე ხო საერთოდ. ხო, ერთ-ერთი რატო თქვი, რომ ანუ აი ეს დაწყება პათხوات. ვიღენო ცემენტში. არის გრძნობა, რაღაც სტაბილურად, უფრო რაღაც კომფორტზე ორიენტირებული ვერვა არის, ვიდრე მაგრამ რა აგრესიული იქნება. რამდენი ცხენი აქვს ხო? 375 თუ რაღაცა, ხო, ანუ 7-დან ალბათ გაცილებით მეტი ამერიკული ცხენებია რა, მოკლედ. ხო. როტონებს. თუმცა, ნუ გამძლეობაზე ალბათ უფრო ორიენტირი, იმიტომ რომ ხა მანქანასაც როგორც გითხარით, 190,000 მილი აქვს გარბენი და არ ვიცი, არც შიგიდან და არც გარედან პრინციპში ანუ არ ეთქვა, ანუ. კარგი. ძალიან კარგი ეგზემპლარია რა, ანუ აი სალონს არ ვიცი. სიჩქარეების გადამრთველი, საჭე, ღილაკები, ანუ არ ვიცი, არც არ ეთყობა ეს 150,000 მილი გარბენი, რომელიც არის 304,000 კილომეტრი და ვერ შეატყობთ რა, ანუ ისეთი კაკაი ნახმარია შენახულია, არ ვიცი როგორ არის ხა ეს ყველაფერი. გალაუსამასობაში გაზავებს. ასა ტოცაც კი არის და ჩაყოჩა. არა, ნუ უძაოთ ამისი კონკურენტი მე მგონი არც არავის არ ყავს ესეთი ძრავით. ხო, ესეთი ძრავით, ესეთ სეგმენტში თან დამადაბლებელი გადაცემა რო კონდეს და რაღაცა უგზოობაზეც რო იხმარო, არ ვიცი, თქვენ რა გახსენდებათ, აბა? ხო, დაგვიწერეთ. და იქნება ისეთ გავტესტოთ მე.
ხო, ანუ რატო ვიძახით? ამ მანქანის ერთი უპირატესობა მიუხედავად ერთ და იგივე მოდელებია შეიძლება, მაგრამ ცოტათი მეტს გაძლევს ამ სეგმენტში, რაც მე მგონი არც არავის არ აქვს, სხვა მაგიტო გავამახვილე ყურადღება, მაგრამ მე რა შემილია კიდე დავამატო, გზაზე გადაადგილების დროს, მაგალითად ავტობანზე როდესაც მიდიხართ, ნუ სიმძლავრე არის საკმარისზე მეტი, ძალიან კარგად ყოფნის სიმძლავრე, მათ შორის იგრძნობა, რომ გადაცემათა კოლოფი უკვე არის 8 სიჩქარიანი, სიჩქარეებს ძალიან სწრაფად ხრავს, მოგეხსენებათ, კოლოფი არის ZF-ის, კარგი კოლოფია, ზოგადად ბევრ მანქანაში ეხმარება და რამდენი მანქანაშიც ვნახეთ, ყველაში მე პირადად ყოფილი ვარ, ერთადერთი არის, რომ ვინაიდან ბევრი სიჩქარე აქვს, რაღაც ეტაპებზე შედარებით ბევრჯერ თავს ხოლმე. განსაკუთრებით აი ესეთ ადგილებში ხა დაღმართში ჩავდივართ, აღმართზე რომ მოვდიოდი, ერთგან 4ჯერ გადართო სიჩქარე. იმიტომ რომ რაღაცა თვითონ ეგრე ჩათვალა საჭიროდ. ოდნავ მოუმატე გადართო, მე კიდე ოდნავ მოუმატე გადართო და კიდე ოდნავ რომ მოუმატე კიდე გადართო. აქ მოვტრიალ, დავიწყეთ? მიდი. მოვტრიალდი. აი ადგილიდან რო იზრები ხო, კარგად მიდის. არ ვიცი ხა. აღმართზე ამაზე ჩქარა რანაირად უნდა მიდიოდე აქ? მე ვერ გეტყვი. აი, საკმარისია. მოდი ხა ეს ემოციები გადავდეთ გვერდზე. ინტერიერზე შენ რაც ახსენე, აი ზუსტად ეგ მინუსია. ძირითადი ფუნქციონალი, ან პრინციპში კონდიციონერი ღილაკებზეა, ხმისაწევა ღილაკებზეა. ეკოსკათიშვა ღილაკზეა. შესაძლებელი იყო აშკარად რომ ანუ ეს არის ორი რაღაც აკლია და ხო, ანუ სკამის კონტროლს განახებთ ახლა სად არის აქ აი კონტროლსი აწერია და აი ეს ყველაფერი არის აქ. რაც Volvo-საც რაღაცა ეგრე აქვს. ანუ ჩემი აზრით ესენი აქ შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ JL Wrangler-ზე რომლებსაც აქ ეს ყველაფერი, ნუ გაგრილება არ აქვს, მაგრამ სიდენის გათბობა და საჭი გათბობა რომელსაც აქ ღილაკები გამოტანილია და ეგ ბევრად უფრო კაია, ვიდრე აი აქ თითით ამის ტიკვა მოძრაობაში. კი, ნამდვილად დაგეთანხმებით. საერთოდ ჯამში მსგავსი მანქანებია, თრიმებს შორის დიდი სხვაობა თითქოს, მაგრამ ეხა თუ იული წყნარად, რეალურად თან ამ ჰემის აი ძალიან მაინტერესებს საბოლოო ჯამში წვის ამბავში როგორ გამოვა. ნამდვილად საინტერესოა. როგორც ვახსენეთ, ჰემიზე ცილინდრები ითიშება გარკვეულ მონაკვეთში და არ ვიცი, აი ხა თანაბრად დავდივართ ორივე მანქანი თელ დღის განმავლობაში და ესეთი კი, დანიშნული გვაქვს, როგორც უკვე გითხარით, საწვევის ავზი ორივე მანქანას გავავსეთ, დავინიშნოთ კილომეტრაჟი და ტესტირების ბოლოს გადავავსებთ და გამოვიყვანთ ორივე წვას. არა, უდაოდ ეს უფრო სახალისო არის. ნუ რავი, ხა რა, ყველა დაგვეთანხმება ალბათ ხა 3 და 6 და 5 და 7 რო გაგვერდი რა, მაგრამ აი ხა GPS რამდენად დაატყობს ეს 5 და 7 საინტერესოა. ხო, აი თან ახლა ჩვენ იდეაში ნელა პრინციპში არ დავდივართ, ან ყველანაირ რეჟიმში გამოვახმარება, ცოტა აგრესიულადაც, გზაზე სიარულითაც, ქალაქშიც, ანუ შერეული რეჟიმის წვას გამოვიყვანთ, ცოტა უგზოობასაც შევაპარებთ კიდე. კარგი, რავი, მე მგონი ეგა. დავით. გავცვალეთ ის მანქანები, ეხლა ბრუნდებით უკან და სანამ დავბრუნდები, ანუ რა, გზითაც ამოვიარეთ, ეხლა უკან წავალთ, ისე რომ ძღოლზეც არ იყოს დამოკიდებული ერთმანეთს უცვლით თან. კაი, წავედი ხა მოვტრიალდეთ აქა. რატო არ წავედით? ფეხნოი, რუჩნოი. აი ეს არ მომეწონა ღილაკი, სად არის განლაგებული და რანაირად. ამის გამო მანქანას იწუნება რა. ამ მანქანის კიდე ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა, როდესაც Daimler Chrysler-თან ერთად შეიქმნა, ნახეთ. აქ არაფერი არ აქვს. აქეთ ამ ხარეს არის მინი საწმენდებით და მოხმაჩვებით აქ არის. როგორც Mercedes-ზე. დააჭერ, ამოასხა, მოატრიალე, დატრიალდა. აჰა. ესაც მიგვანიშნებს, რომ რაღაც ერთიანი გუნდის მიერ იყო შექმნილი. პატარა დამატებას ვიტყვი კიდე. ცოტა უფრო, ანუ ესეთი დინამიური გზა სადაც არის მოძრაობისას აშკარად უპირატესობა ამ 5 და 7-ის მხარეს არის.
ძრავის გამო არ ვიძახი დაკიდების გამო, ანუ უფრო სტაბილურად იგრძნობა ნამდვილად მანქანა. ხლა აქეთ შედარებით სიჩქარეები ცოტათი უფრო მაღალია, ვიდრე იქ, სადაც მანამდე ერთად ვიღებდით. მაგრამ ერთი დამახასიათებელი უცნაურობა აქვს, ძალიან არაკომფორტულია, როდესაც გადადიხარ წოლიარე პოლიციაზე, ეგრეთ წოდებულზე. ეგ სავარაუდოდ არა, აშკარად სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ეგ არის აირბალიშების ბრალი, ან ყველა მანქანა კრენები მეორე პროფილაკლებია. კონჩი კომფორტულია, ეს ადგილებსაც რეალურად მეორე პროფილაკია. გიორგიმაც ეგ აღნიშნა, რომ ის მანქანა უფრო კომფორტულია, ეს უფრო რაღაცა ხისტად მოჭიმულად დგას და ანუ აი დაბრკოლებაზე გადასვლისას ძალიან რაღაცნაირი ბრაგუნი აქვს, თან 4 ბრაგუნი აქვს. აი განახებთ. აბა, ეხა ჯერ დაბალია, ჯერ პატარათი დავიწყოთ. აბა ხმა. დრდრუმ, რაღაცნაირი აი უხეში დარტყმა არის, არა და პატარა იყო. ძალიან ეს დაბრკოლება და აი ბალიშებზე ძალიან ურტყავს და თან ურტყავს რაღაცნაირად, აი ხო უნდა იყოს წინა ღერძი, უკანა ღერძი. აი ნელა გადავიაროთ. დედედენ რაღაცნაირად აი ესეთი არ ვიცი. ოღონდ ამ მანქანას არ ეხება. ყველა JX460 წესი არის. კიდე ბალიშებიანი ის გამოცდილება რა გვაქვს. ეგ არის. ხო, არ ვიცი. სკამის გაგრილებას კიდე უნდა შევეხო. აყენია დაბალზე, მაგრამ ისე უბერავს, რომ მგონი რაღაცაირად იმენობენ დროსნაირი და 460-ნაირი 200 სიარულო მანქანაა და ეგ უფრო ისეთი ფიცხელა არის რა. აი მივიდა და რაღაცას მიფიქრებს ხოლმე. ხან დავა, ხან ვერ დავა. კაკრას კამერა მქონდა ჩართული და კარგ დროს აღნიშნე ყველაფერი. ახლა წავედი. ხო, განსხვავებული ხასიათები აქვს. განსხვავებული ხასიათები აქვს, ხო. Same but different, როგორც იტყვიან. ეს კონსოლი მართლა ძალიან არ მომწონს, აი, ეხა კონდიციონერი მინდა ჩავრთო. ვაწვევი AC-ს. რამე მაჩვენებელი ინთება აქ, რომ AC, ანუ კონდიციონერი ჩაერთო თუ არა. ეს მომატება დაკლება, აი ამ კაცუნასთან გავიგე და ჩართულია თუ არა ტემპერატურებს ცვლი რა ხდება აჰა ვამატებ ვაკლებს ადმე იწერება რამდენია ეს ოხერი ტემპერატურა აი ვერაფერი ვერ გავიგე აი ძალიან ცუდია ამას უნდა დააჭირო ეხლა ვაწვევი უკვე გასაგებია აი ეხლა ჩანს ამას უნდა გადმორთო ჯერ ხო ეს მინუსი. აქ კარგი ამ ახალთაობასთან განსაკუთრებით Hellhawks არის ის, რომ ამ თავის მონიტორზე, ასე ვთქვათ, აქ off-road სექცია, სადაც შეგიძლიათ აი ესეთ რაღაცეებს უყუროთ. ანუ ეხა აქ წერია რომელ მოუჩი გვაქვს მანქანა, ანუ ავტოში. მათ შორის წერია დაბლოკილი არის თუ არა ცენტრალური ხიდის ბლოკირება, ან უკანა ხიდის ბლოკირება, თუ აქ უკანა ხიდის ბლოკირება. ეხა მე გადავიყვან უბრალოდ საჩვენებლად 4 ლოუში. აქაც გამოჩნდება, ნახეთ, ეგრევე დაიბლოკა ცენტრალური ხიდის ბლოკირება და როგორც კი მიადგებით რაღაცა დაბრკოლებას, იმ წამსვე დაგიბლოკავთ ამას და აი, ხედავთ, ასევე დაიწყებს. ანუ ამას ავტომატურ რეჟიმში აკეთებს, იმიტომ რომ ეს არის ელექტრონული ბლოკირება და არა ხისტი 100%-იანი ბლოკირება. ანუ ჩართვა გამორთვა არ ჭირდება. თვითონ ელექტრონულად როცა უნდა მაშინ ჩართავს, როცა უნდა მაშინ გამორთავს. და rock mode-თან ერთად ეხლა გადავიყვან ამას. აი აქ ავტომატურად კიდე უფრო ზევით აწევს მანქანას. როდესაც როკში გადავიყვან. პარპალებს. მათ გარედან შევხედავ ამ ხელაზე ეცი. სუზევით. საკმაოდ კარგად ემატება ამ დროს უკვე. ანუ საკმაოდ მაღალზე ადის, როგორც კადრებში ნახეთ. თუმცა ამ დროს სიარული ძალიან კომფორტული აღარ არის, იმიტომ რომ უკვე ძალიან აწეულია და უკანაც და წინაც დიდ დიაგონალებზე რო გადადიხართ, ცოტა დარტყმები აქვს. ამიტომ ჯობია რომ შედარებით დაბალ რეჟიმში იაროთ. აი, ვიარეთ ახლა მოკლედ. რა სიტყვი, აბა, როგორი იყო გზაზე გადაადგილება ამ მანქანებით? ხო, აქ ახლა ორი ნიუანსი არის. ნუ ერთი ძრავს რო თავი დავანებოთ და მოდი ჯერ დაკიდებით დავიწყოთ, ხო? დაკიდებაზე
შერეული გრძნობები მაქვს, იმიტომ რომ თავი კარგად უჭირავს. კი, ბევრად თან. კი, ბევრად უჭირავს. ეს უფრო ირწევა. შეულებრივი დაკიდებით. ხო, თუმცა კარგ გზაზე. აი, როგორც კი გზაზე არის აი ეს პატარ-პატარა ოღრო-ჩოღროებები და მწოლიარე პოლიციელები. კი, აი ამის დაკიდება, ბალიშები კონკრეტულად ისეთი ხისტი ხდება და რაღაცნაირი დარტყმებს, აი თან როგორ ერთი დარტყმა კი არა, რაღაც რეზონანსშივით მოდის, რომ ძალიან არ მომწონს. კი, ანუ ალბათ ესე ვიტყოდი მე, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გადასაადგილებლად შვენიერი დაკიდების სისტემა აქვს, ძალიან კარგად ამუშავებს უსწორმასწორობებს, წოლიარე პოლიციელებს, გრუნტიან გზასაც და მეტნაკლებად მოსახლეობებში ნორმალურად შედის. მართალია ესენი აქვს, მაგრამ არა ის როგორც ტოიოტებს აქვს, განსაკუთრებით ჩემ ბრადოს, ან შენ რანერსაც არ გეწყინოს. ხოლო უფრო არ ვიცი, მოსპორტულო და ისეთი მანქანა თუ გაინტერესებს, რომელიც უფრო კარგად გემორჩილებათ საჭის მართვის დროს, ალბათ უნდა აიღოთ ესეთი დაკიდების სისტემა, თუმცა ცოტა ხისტი იქნება. იქნება, მაგრამ მე მგონი ეს ძრავი მაგას იმსახურებს. კაი, მოდი ახლა რომ გადავიდეთ უკვე, ანუ მომზადების კუთხით ამ მანქანების, ანუ overlanding-ი და ექსპედიციების მიმართულებით რო წავიდეთ. არ ვიცი, ჩემი აზრით ეს უფრო კარგი პლატფორმა არის ვიდრე ის. ახლა შეიძლება დამესიოს 1 მილიონი კაცი და მეჩხუბოს, თუმცა მე ეს ბევრად მომწონს. 5.7 ძრავი კარგია, უკანა ხიდის ელექტრობლოკირება კარგია, აირბალიშების აკიდება ცუდია, მაგრამ გვაქვს და ჯანდაბას იყოს და შენ რას ფიქრობ? 5.7 კარგია, მაგრამ გასართობად, მაგრამ ეხლა დიდ გზაზე სასიარულოდ სავარაუდოდ ეხლა უფრო ეკონომიური იქნება, მაგას მე ვიდეოს ბოლოს ნახავთ რამდენი სწავს. დანიშნული გვაქვს ყველაფერი. მაგრამ აი 5.7 ოღონდ არა პნევმოდაკიდებაზე უფრო მომეწონებოდა, არსებობს ეგეთი? ეგეთი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ცუდი ის იქნება, რომ ანუ არ იქნება ეს Trailhawk პაკეტი და არ იქნება Quadra Drive 2, რომელსაც მოყვება ელექტრონული ხიდის ბლოკირება. ამიტომ ეგ ცუდია. თან უნდა გასათვალისწინებელი არის ის ფაქტორი, რომ სტანდარტულ მოდელს არ აქვს საბუქსირება. ანუ სადნო აი ესენი, აბა ხედავ? აი ეს ხო გვაქვს overlanding-ისთვის აი ეს აგერ. ამაში სადაპირებთ, აბა? რო გაიჭედებ, როგორ უნდა გიშველონ? ოი. არც უკან არა აქვს. უკნიდან როგორ უნდა გიშველონ? ანუ გამოდის რომ თუ ამ მანქანის შეძენას ფიქრობ და გინდა რომ ცოტათი ექსპედიციებზე იაროთ, უგზოებაზე გადახვიდეთ, აუცილებლად Trailhawk-ი უნდა იყოს. Trailhawk-ი უნდა იყოს აუცილებლად. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია ეძლევა ამას. ხოლო Trailhawk მოდიფიკაციას. რაც შეეხება მომზადებას უკვე უგზოებისთვის, არ ვიცი, პრინციპში უკვე კარგად გამოვლილი პლატფორმა არის. საქართველოს შეიძლება ბევრი მანქანა არ არის მომზადებული, თუმცა რამდენიმე უკვე ვიცი რომ გამზადდა, მაგრამ უცხოეთში, კერძოდ ამერიკაში არის ძალიან ბევრი მოდიფიკაცია და არ ვიცი, ნებისმიერი ტიპის მოდიფიკაცია შეგიძლიათ გაუკეთოთ, რაღაცა ბამპერს ჩასშენებელი ჯალამბარიდან დაწყებული, სახურავით დამთავრებული, განსაკუთრებით დიდი საბურავების დაყენებას, არ ვიცი, მე პირადად არ გირჩევდით, 32, ნუ მაქსიმუმ 33 ინჩი საკმარისი იქნებოდა დღევანდელ პირობებში უკვე მცირე უგზოებაზე გადასაადგილებლად. და არ ვიცი, ხო არა შეიძლება თქვა. ხო, აი მე უფრო ვიტყოდი, რომ ეს მანქანა არის უფრო იმისთვის, რომ ყოველდღიური გადასაადგილებელი საშუალება, კომფორტულად და პლუს გზიდანაც გადახვიდეთ რაღაცა საჭიროების შემთხვევაში, თქვათ, მიხვიდეთ საკემპინგოდ, წახვიდეთ ოჯახთან. თორე იგივე კონკურენტი Forerunner-ი მაინც უფრო უხეში ტიპი არის. კი, ბევრად უფრო მეტი საშუალება აქვს იმას, იმიტომ რომ აქ უკან ბალკა აქვს, რამა აქვს და ასე შემდეგ ბევრი რაღაცები აქვს. ეხლა მაგაზე რო არ გადავიდეთ, თქვენ რო არ გეჩვენებთ, თქვენ Forerunner-ები და Toyota-ები მოგწონთო. კაი, მოდი ეხლა ასევე გადავიდეთ იმისკენ და ვთქვათ, რა წვა დაგვიფიქსირა ამ ორმა მანქანამ, ანუ ჩვენ მივედით ბენზინგასამართ სადგურებზე, ორივე მანქანით ბოლომდე გავავსეთ საწვავი ერთ და იგივე სადგურზე. პირველივე ამორტყმაზე გავაჩერებინეთ. ვიარეთ დაახლოებით, რა ვიცი, 140 კილომეტრი, ორივე მანქანაზე დანიშნული გქონდა. მერე მოვედით ბენზინგასამართ სადგურზე ერთ და იგივეზე, ჩავასხით და რა შედეგები იყო? მოვედით, საწვავს ჩავასხავთ. გავავსებთ პირამდის ეს სამოსადები არა აქ. რა ხდება ძით? Toyota-ს აქვს და ამას რატო არა აქვს? ესე. აჰა. კონია. ხო, პირამდე გავავსებთ, ვივლით და მერე აი გიორგი ჩავსებს. აბა, აქ როგორი ის არის? ეტა, აქ უკვე თანამედროვეა. მომდენ წავიდე შეხედა. მოხდა, ჩავსხი. ეხა შემდეგი. ეს უკვე
თანამედროვე ისინი აღარ გჭირდება. ეს ხო პირველად გქონდა. გავავსეთ ბოლომდე და დავინიშნეთ ოდომეტრზე რამდენს გავივლით კილომეტრას. მერე შევხედოთ რომელი რამდენს დაიმატებს. ვნახოთ ახლა რამდენს დაიმატებს. ვნახოთ აქ რამდენი წავა ვგონებ, აქ ბლომად წავა. ნახოთ. ვერას ფიქრობ. ესაც მეორე მანქანა. არბენს რაც შეხება 145.7 იყო, როდესაც შევედით გასამართ სადგურზე. აბა რას ფიქრობთ თქვენი კომენტარებში? ხა აი აქ დავწერთ გავლილი მანძილის შესაბამისად რა გამოვიდა წვა. ოღონდ ეს არ არის 100 კილომეტრზე ქალაქის რეჟიმი, არც ტრასის რეჟიმი, რაღაცა იმ რეჟიმით, როგორც ჩვენ ვიარეთ, უფრო შერეულ რეჟიმში რა გამოვიდა წვა. ხა აქ ციფრები იწერება ალბათ, ან არ იწერება და ცალკე გავაშეშებთ. შეარეთ. კაი, ასევე წვასთან დაკავშირებით კი ნახეთ უკვე აგერ შედეგები, რომელმა მანქანა რამდენი დაწვა, რამდენად ღირს თუ არა ექსვაობა თქვენ გადაწყვიტეთ. ეხა კი მოდი გადავიდეთ აქსელერაციაზე. მე ძალიან მაინტერესებს აქსელერაცია და წავიდეთ და ნახოთ რა სიტყვას ორივე მანქანა. დავედით. დავეჭერ. так, დავიწყეთ. ოფზე. პორტი ჩორთე. ავტოზე როა? იქ ცალკეა. ეტა. ჩორთე. კი, მე თეორი დავედით. 60. 100. 7 და 7, 3-7-იანი. აჰა. ვაა, ენაზე დაწერა. ესე იგი გავაჩერეთ. სპორტ რეჟიმში არის გადაყვანილი, ეს გათიშულია, ხო? გათიშეთ, კი, აი ათებს იქ. და ეხა სამზე დავაგებ ისა მოძრაობა გახდეს ისეთი, რომ შეიძლებაოდეს დასვლა და წავალ 1, 2, 3. 60. უკეთეს შედეგებიც მithქი. 100. ავედით. დავბრუნდით აქსელერაციიდან და მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი იმედები გაამართლა 5 და 7-მა. 7.77 წამში აიღო 100 კმ/სთ. ხოლო 3 და 6-მა დაახლოებით 10 და 8-ში. რაც 3 და 6-ისთვის ცუდი. მე უხანდელი მეგონა სიმართლე რო გითხრათ. ხო, ანუ რო დადიხარ უფრო მდორე და ნელი გგონია. თუმცა ნუ 5 და 7-ს ჩემი, ასე ვთქვათ, სიმპათიები მიეკუთვნება. ხო, ამასთან ასე რომ ჩემთვის ძალიან კარგი მანქანა არის ეს. აი, მოდი ახლა ალბათ უკვე შეჯამებისკენ გადავიდეთ და შევაფასოთ, აბა რა მოგვეწონა, რა არ მოგვეწონა. მე ბევრი პლუსები მაქვს გამოწერილი და მინუსებიც მაქვს 1, 2, 3, 4. ვნახოთ, ხო, აი ესეთი. დავიწყოთ დადებით ხარებიდან. მოდი შენ თქვი, მე მევიწყვი და ესე ვითამაშოთ. ჩემთვის ალბათ პირველ დადებითი მხარე იქნებოდა, არ ვიცი შენ დამეთახმებით თუ არა, ამ ორივე მანქანაზე ერთად ვილაპარაკებ, საფასო კატეგორია. რომელ საფასო კატეგორიაში არის ეს ორი მანქანა? რეალურად ეს მანქანები ამწლოვანები დაახლოებით 13,000-დან 14,000 დოლარამდეა, ხოლო ეს მანქანები ამწლოვანებით ამ კომპლექტაციით მაქსიმუმ ალბათ 19-20,000 დოლარი. ეგაც მაქსიმუმ, ანუ შეიძლება ბევრად უფრო იაფად იყიდოთ კარგი ეგზემპლარი. ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ბიუჯეტია ასეთ ტიპის მანქანის საყიდლად, რომელიც გამოგადგებათ საოჯახოდ, კომფორტულად გადაადგილებთ ქალაქში, წაგიყვანთ თქვენ ოჯახთან ერთად, არ ვიცი, ბაკურიანში, თუშეთში აგიყვანთ, თუ სადაც გაგიყვანთ მოკლედ ქალაქგარეთ და შეძლებთ იმას, რომ განიტვირთოთ ამ ყოველდღიური ცხოვრებისგან. ანუ პლატფორმა კარგია. შენ ახლა ამ პლუსში იმდენი რაღაცა თქვი, რომ სათქმელს აღარ დავტოვე არაფერი. ანუ ოჯახისთვის კარგია, ანუ ოჯახის ეგეთი ხო ერთი პლუსია, ეგ გადასადი, ანუ რაღაც უნივერსალური მანქანა. ანუ აი მე როგორ შევაფასებდი, იცი, მაგ პლუს, ანუ არის რაღაც მანქანები, რომელიც რაღაცა კონკრეტულად ერთ მიმართულებაზე არის აქცენტირებული. იგივე Wrangler-ი რო ავიღოთ, რომელიც აი არაფერში არ ვარგა. ოღონდ უძგზაობაში რომ მაგარია რა, ოღონდ off-road-ზე ისაც რა, overlanding-შიც რო არ ვარგა. და ბუდიში Wrangler-ის პატრონი. ეხა ისევ დაგვესევია. ხო და ეს როგორი ტიპია, აი იგივე Forerunner-საც რო შეადარო რა. აი Forerunner-ის მაგარი რაღაცა უხეში და რაღაცა ისეთი ტიპია და ეს უფრო აი ყოველდღიურობაზე ორიენტირებული უფრო ეგეთი ტიპია, რომელსაც ასევე შეუძლია უგზაობაზე სიარული. მცირე უგზაობაზე, რა თქმა უნდა. ანუ ალბათ სათქმელი არის მათ შორის ისაც, რომ ამ თანხაში აი ხა ორივე მანქანა ყავს ჩვენ აქ, რაღაცა სხვადასხვა ფასის რეინჯი ჯდება. ამ მანქანასაც და ამ მანქანასაც აქვს კლიმატ კონტროლი,
სიდენიების გაგრილება, სიდენიების გათობა, სტარტ-სტოპი, ანუ კნოპკით დაკოქვა, გასაღებიდან დაკოქვა. მოშორებით დაკოქვა. გასაღებიდან დაკოქვა, უკანა ხედვის კამერა. არ ვიცი კიდე რა შეიძლება, ამას უკვე CarPlay-იც აქვს, ანუ მე არ ვიცი ამ ფასად კიდე რა შეიძლება გინდოდეს ადამიანს. ხო, მასაჟები არა. ანუ თუნდაც შენ Forerunners-ო შევადაროთ, რომელზეც 2019-წიანი გასაღები ამაზეა. კი, Forerunners საერთაფერი კლიმატ კონტროლიც არა. გასაღები ჩაოლებრივია და სინერას ხო კიდე კაი ეგ არის და უკანა ხედის კამერა ჭანდა. დილაკებია რაღაცა დგ და всё. შესაბამისად, ანუ value for money როგორ თქვა ქართულად. იგივე ფასში რაღაცა მეც გაძლევთ. მეც გაძლევთ ჩემი განსაკუთრებულად რო ვთქვა რომ რაღაცა ექსპლუატაციაში პრობლემები შეგექნება თქო, ეგეც არა. ამიტომ მე მიმაჩნია აი რაღაცა პლუსები ესე დავინახე ამ მანქანაში. აი, მოდი მინუსებზე გადავიდეთ ახლა და ისევ დაიწყე, აბა რა კაი, ალბათ პირველი მინუსი რაც იყო, ანუ ძალიან პირველი შეხება, როდესაც მქონდა მანქანასთან და რო დავჯექი და რამდენჯერმე აღნიშნეთ უკვე ეს ვიდეოში, რაღაცნაირად ქალაქში რო გავედი, ვიჩეული ვარ, რომ ჩემს მანქანაზე, ანუ კერძო Toyota Prado-ზე, საჭესთან რო ვზივარ, ეს გვერდზე რაც ჩამოდის, ეს სტოიკა თუ A-pillar-ი თუ რაც ქვია, აი ეგ ნაწილი არის დიდი. მე მგონია რომ არის დიდი თურმე, თუმცა აღმოჩნდა რომ თურმე ძალიან პატარა ყოფილა და ტყილა ვეჯიჯიგინებოდი იმ პრადოს, იმიტომ რომ ამ მანქანას აქ დავახევთ ორჯერ ან ორნახევარჯერ დიდი. ანუ ძალიან დიდი მკვდარი ზონა აქვს, რაც ყოველდღიურ მოხმარებაში ჩემი აზრით იქნება მაგარი დისკომფორტი. დისკომფორტია, თან ჯდომის პოზიციას ისეთი გაქვს, რომ ანუ ეს ხო არ ჩანს გეფარება, ანუ დიდია და ეს სარკეც ისი არის, რომ ანუ აი რაღაცა აი აქ შორისაც ვერ იხედები და ანუ აი ეს არის ჩათვალე დაფარული საერთოდ. ძალიან დიდი მკვდარი ზონა. და გაიხედო, გამოიხედო, არ ვიცი. ნუ ალბათ დიდი ხანი როდესაც ქალაქში ივლით, მაგას მიეჩვევით, მაგრამ ესე როდესაც ყოველდღიურად არ მზრუნავ პირველად ჩდები, ძალიან შესამჩნევი იყო ეს ყველაფერი. მომიშალე ნერვები. всё. ავერთეთ. იოლკი პალკი. ნიკოლაუსას ნელისაუბრის გამო დაგვეკარგა ნახევარი ვიდეო. რომელსაც გვეგონა რომ ვიწერდი დაჯდა ტელეფონზე თუ შემდეგ შევსტრაფთები. შემდეგი მინუსი. საუბრობთ მინუსებზე, კერძოდ რომელი ვთქვით, ეს ვთქვით, ეს ნაწილი არ მოგვეწონა, გადავიდეთ სატერფულზე. ხო, ორივეს რაღაცნაირად ესე მოგვივიდა. ორივეს აღმოჩნდა რომ მარჯვენა ფეხი გტკივა და რატო? იმიტომ რომ არ ვიცი, ან პედალით გასწუდათ, ან სავარძელით გასწუდათ, ან არ მოგვეღრიცა და ქუსლი გვეთკირა მოკლედ ორივეს. გამოწეული არის სატერფული და ფეხის კუთხე ისეთი გაქვს, რომ რაღაცა არასასიამოვნო არ ვიცი, რატო არის ეგრე არის. და მაგის გაგრძელება არის ის, რომ ზოგადად აი მარცხენა ხელის ჩამოსადები ან მაღლა, ან დაბლა. ხო, ის მეორე ძალიან დაბლა, ზედა ძალიან მაღლა და ასევე ერგონომიკულად რაღაცა ღილაკები არ ვიცი, რომლებიც მაგალითად ამ მანქანაში კარგად იყო ყველაფერი და გათვალისწინებული იყო. ამაში რაღაცები აურდაურიეს ცოტა. მათ შორის ძალიან მარტივი მაგალითი რო ვთქვათ, ეს სპორტის ჩართვის ღილაკზე არ ენთება რომ სპორტი ჩაირთო. და მაჩვენებელთა დაფაზე რაღაც პატარა მწვანე ესეთი დროშა ინთება და მაგით უნდა მივხვდე რომ სპორტი ჯერი მანქანა. და როგორც ნახეთ ზოგიერთ რეჟიმში, როდესაც კონდიციონერს თავს საერთოდ არაფერი არ იწერება და ვერ ხვდები აწიე, ჩაწიე, რაქენი. ანუ სანამ გერმანელების ხელი იყო ჩარეული, ჯერ ყველაფერი კარგად იყო და მე რაღაცა აუცნო. რა უცნაური, ეხლა დაუფიქრდი და რა უცნაურად არის გაკეთებული. ეკოს რო აჭერთ აქ. ეკო რო გაითიშება, ინთება და სპორტს რო ჩართავთ. მაჩვენებელთა დაფაზე ამოდის რაღაცა მწვანე, ანუ მწვანე ამოდის. ხო, ანუ რატო აკეთებენ ამას ვერ გეტყვით. აი და მე საერთო ჯამში რო შევაფასოთ, რაღაცა გაგახსენა ამ მანქანებმა. ხო, რაღაცა გამახსენა ამ მანქანებმა, ოღონდ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამაზე ვიტყოდი. ალბათ არის ის, რომ ამ მანქანამ რაღაცნაირად უფრო გამახსენა ჩემი ძველი JX 470, რომელიც იყო უფრო რაღაცნაირად ტკეპლასავით სახმარი, ძალიან უხეშად რო ვთქვათ. ანუ არ არის რაღაცნაირი მდორი მანქანა, ემოციურია, აქსელერაციას რო აჭერთ, უფრო კარგად გადმოიცემა თქვენზე, განსხვავებით ამ 3 და 6-ისკენ, რომელსაც შევადარებდი JX 460. რაღაცნაირი დაგეთანხმები, კი. ანუ ეს უფრო რაღაც ფეთქებადი ხასიათი აქვს, სატერფულს მიაჭერ, და გარბის და რაღაცა მიდი რაღაცა უფროსო წავედით და ეს რაღაცნაირად დორე ისეთი ნელი კომფორტულად სასიარულო. თუმცა ეგეთი არ არის, ანუ მაინც კარგად დადის, ანუ სიჩქარეების გადართვა ყველაფერი კარგად არის, იმიტომ Forerunner-ი კიდევ უფრო მდორი არის. ან ცოცხალია უბრალოდ აი ეს შედარებისთვის
ეს უფრო არის ისეთი რაღაცნაირი, აი ცოცხალი მანქანა, რასაც ქვია, უფრო ეგეთი ტიპია. ემოციურად ეს უფრო კარგ ემოციებს მოგანიჭებთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთი და იგივე არის, ანუ ძალიან დიდი სხვაობაა. ეს უბრალოდ აი გადაადგილების საშუალება, რაღაცა JX 460-ის სტილში არის ზუსტად მართლა და ეს 470-ის სტილში, რაღაცა ეგეთი ისინი აქვს. კაი, მაშინ მოდი, შეჯამებისკენ წავიდეთ. საბოლოო ჯამში ხო? ამ ორ მანქანას შორის რომელს აირჩევდი? მე თალსახად ავირჩევდი ამას და ამას არ ავირჩევდი. ანუ ეს რო იგივე წლოვანების იყოს როგორც ეს, ZF-ის კოლოფი რო კონდეს და ყველაფერი იგივე კონდეს, მაინც ავირჩევდი ამას, იმიტომ რომ ამ ჩემთვის რავი გადამწყვეტია. ერთადერთი მანქანა, მაგითი უნდა იარო ყოველ დღე. მაინც. 5 და 7 ეს არის ისეთი ადამიანისთვის, ვინც არის უკვე დაღვინებული და ამ ცხოვრებაში ფაგაფოგი აღარ უნდა. იყიდე, იარე, მშვენიერია. ეს არის დაუგუნებელი ადამიანისთვის, რომელიც არ ვიცი რას ეძებს 5 და 7-ისგან ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაცას ფაგაფოგობს. ანუ ძალიან უხეში შედარება. ძალიან უხეში შედარება, მაგრამ ეგეც წარმოვიდგინე. ვისაც რა მოწონს, რა თქმა უნდა, ის უნდა აიღოს და მეორე შესაძლებლობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შეიძლება ბევრს 5 და 7 უნდადეს, მაგრამ ამას რაღაც ფინანსური საკითხის მოყვება და ყველამ ვერ ხნას, სწორე სიამოვნება, რავი, რატომაც არის. და ეგ არის აღსანიშნავი და ამერიკელების ძალიან დიდი პლუსი ეგ არის, რომ ძალიან ხელმისაწვდომ ვერვა მანქანებს აწარმოებენ და ეგ არ უნდა დაუკარგოთ. არავის სხვას არ აქვს ესე ხელმისაწვდომი ვერვა. აი ამ ემოციის მისაღებად ალტერნატივა, რავი, დაგვიწერეთ თუ რამე არის, მე მგონი არაფერი არ არის. კი. მე შემიძლია თქვა, რომ ანუ არ მოველოდი ესე თუ მომეწონებოდა ეს მანქანები. ანუ ნუ განსაკუთრებით ის ხო 3.6-ია და ნელა სასიარულოდ კაი, მაგრამ აი ეს მანქანა ამ პლატფორმით ძალიან მომეწონა. შემიძლია თქვა, პრადოს ბევრად მირჩევია. აჰა, ეხა პრადოს მეც გადავიკიდებ. იმას თავის პლუსები აქვს, მაგრამ ეს სასიარულოდ სიამოვნებო რომ მიიღოთ, ვერ შეადარებთ პრადოს. საინტერესოა. მე მაინც ჩემი Forerunner-ის ერთგული დავრჩევი. ხო, შეაკვდი ამ Forerunner-ს კიდეს. პრადო იყიდება. ხო, პრადო. აი, დაგვიწერეთ, მოკლედ, თქვენ რას ფიქრობთ ამ მანქანებზე? დაგვიწერეთ ის, რომ რომელ სხვა მანქანის გატესტვას ისურვებდით, ოღონდ ისეთი დაგვიწერეთ, რომ ხელმისაწვდომი იყოს, რომ ვინმე გვათხოვს, ჩვენ ყველა მანქანა არ გვყავს. არ გვყავს, ხო, და არც ყველას ვთხოვნიან კიდე. ხო. რავი, კიდე რა დავამატოთ? წეგანი ძახტი, რომელ ვიდეოში არ ჩაიწერა, რომ 4-4 მანქანები გვათხოვნა. მე ვუყურებ, მაშინ ფიცსაც გვათხოვებენ და თან იძახია, რომ ამ დიაგონებზე ადიან და ეგ როგორ გავტესტოთ ხო და. თქვი რომ არაო. მაგას ვერ გავტესტავთ ბოდიში. Subaru-ს? მანდვერა. არა, მანდვერა. იქ სხვა ტესტი გვექნება. კაი, არ დაგავიწყდეთ ასევე რომ კომენტარი დაწეროთ ამ ვიდეოს ქვეშ, რომ ჩვენ გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა, რენდომ კომენტარი შეირჩევა, რომელსაც გადაეცემა 250 ლარიანი პრიზი. ნებისმიერ კომენტარზე. ლარიანი პრიზი. კი ბატონო, არ შეგვაგინდა, ხო გინებაზე არ გადავცემთ, მაგას ბანი. და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ სულ უფრო და უფრო საინტერესო ვიდეოების ჩვენება შევძლებთ. კარგი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, დროებით. ზოგადად ხო, როგორ იკეტებო ხოლმე ესეთ საბარგულები, რომელიც ღილაკია. ხო, აქ. რა. ეს გენიალურად მოიფიქრეს, აი. ეხლა ყველა შეიძლება თქვას, რომ სხვა რევიუებში გქონდა ნახიო, მაგრამ მართლა რა უნდა აქ საბარგულის საკეთო. დაჭირდა უნდა გამოასტრო მე რომ დაიკეტოს. თუ მოყევი შეგინ ჩაგითრებს და ჩაგტენის მოკლედ საბარგულში. აი, წავით გავაგზავნით. კიდე ამ მანქანის მოიცა ცოტა ესე განახებთ დამახასიათებელი თავისებურება, როდესაც Daimler ესაც უკვე ნელ-ნელა ჩვენი გადაღების. ბიჭო ძრავ. ნიკალ. იმენა ბიჭო სპონსორი შევხედე რა, ფეხები ცოტათი ვიწროთა აქ თქო და აი